თქვენ უყურებთ არჩევანს გიორგი გაბუნიასთან ერთად. ბოლო პერიოდის კრიმინალური ქრონიკა, მკვლელობებისა და სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტები, რომლებიც ივლისში, აგვისტოში და სექტემბრის პირველ დღეებში მოხდა. დავიწყოთ 11 ივლისით. სამცხე-ჯავახეთის სოფელ გოგაშენში 9 თვის ბავშვი და მისი ბებია ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. ეს არის ერთადერთი მკვლელობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მკვლელობათა სტატისტიკაში მოხდა. 17 ივლისი გახმაურებული მკვლელობა ფონიჭალაში ყვითელი ავტობუსის მძღოლი მგზავრთან შელაპარაკებას ემსხვერპლა. 26 ივლისი ზესტაფონში პოლიციელმა ყოფილი მეუღლე 22 წლის ქალი ტაბელური იარაღით 5 გასროლით მოკლა. ვინაიდან გახმაურებულ საქმეებზე ვლაპარაკობ, აუცილებლად უნდა გავიხსენო ეროსი კიცმარიშვილის გარდაცვალება 15 ივლისის მისი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. საქმეს პროკურატურა იძიებს და თანაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამიტომ ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობათა სტატისტიკაში არ ფიგურირებს. 4 აგვისტო მკვლელობა დედაენის ბაღში მამაკაცმა სიძე ცეცხლსასროლი იარაღი მოკლა. 16 აგვისტო კოტე აფხაზის ქუჩაზე 3 კაცი დაჭრეს დანით, დანაშაული ღამის საათებში ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა. ისევ 16 აგვისტო 2 ადამიანი დანით დაჭრეს ვარკეთილის მეტროსთან. კიდევ ერთხელ 16 აგვისტო მკვლელობა ეგრეთ წოდებულ მალაკნების ბაზართან მამაკაც საცხოვრებელ სახლთან ბლაგვის საგანი ურტყეს და შემდეგ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ისევ 16 აგვისტო დაჭრა ვაკის საცურაო აუზთან საღამოს საათებში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 29 აგვისტო სამმაგი მკვლელობა ადიგენში და დამატებით 1 კაცის დაჭრა. 3 ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იგივე დღე 29 აგვისტო მკვლელობა საგარეჯოში 84 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თანასოფლელი მოკლა. 30 აგვისტო 5 ადამიანის დანით დაჭრა დანაშაული ლილოში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ამავე დღეს 30 აგვისტოს სომხურ ეკლესიასთან დანით მძიმედ დაჭრეს DJ დაჩი დარჩია, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 31 აგვისტო მკვლელობა მარნეულში აქ 3 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 2 სექტემბერი მკვლელობა ლილოში მამაკაცი რესტორანში ჩხუბის დროს მოკლეს. კიდევ ერთი მკვლელობა ამავე დღეს 2 სექტემბერს თბილისში აბაშიძის ქუჩაზე 26 წლის ლაშა მახარაძე ავტომობილში ჩაცხრილეს. 3 სექტემბერი მკვლელობა ლენტეხის რაიონში 28 წლის ახალგაზრდა ავტომატით დაძღვრილეს სავარაუდო ეჭვიანობის საფუძველზე. ისევ 3 სექტემბერი ვანის რაიონი ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს ქალს სამართებლით სახე დაუსერეს, 4 წლის ბავშვს კი უთოთი კიდურები დაუწვეს. ჩვენ ახლა ვანიდან სწორედ ეს ქალბატონი ჩაგვერთვება, რომელსაც თავდასხმელება სახე დაუსერეს და ბავშვი უთოთი დაუწვეს. ქეთევან არჩვაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში ვანიდან. ქალბატონ ქეთევან, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. ვიდრე გამოძიებაზე ვისაუბრებდეთ, როგორია თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? გამარჯობა. როგორია და არა უშავ, ცოტა ნორმალურად. ნორმალურად რას ნიშნავს? გაუმჯობესებისკენ მიდის? მდგომარეობა. არის მის ხმა. გაუმჯობესებისკენ მიდის მისი მდგომარეობა? კი, მიდის გაუმჯობესებისკენ, კი. კარგით, ქალბატონ ქეთევან, ამ საქმეზე თქვენივე ნათესავია უკვე დაკავებული, თუმცა თავდამსხმელი ჩვენ ვიცით, რომ იყო 4. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ მათ შესახებ? თავდამსხმელი ჩემ ოთახში ვინც იყო, უცებ მეძინა და რომ დამაჭირა პირზე ხელი და სუნთქვა შემეკრა. უცებ გამოვიხედე და ნიღაბში ჩასმული პიროვნებას შევხედე. ხო და მეუბნებოდა რომ მე ფული მომეცითო. არ იყვიროთო და ფული მომეცითო. მე უთხარი ფული არა მაქვს და რა მოგცეთ. არაოდ გააქვსო ფულიო და მომეციო. მე უთხარი არა მაქვს და რაფერ მოგცე თქვა. სამჯერ რომ გაუმეორე ასე, ამოიღო მე რაღაცა ჯიბიდან, ხო და დამისვა სახეზე. დამიწყო დასერვა. ფულიო არა გაქვსო? მე უთხარი არა მაქვს თქვა. მე კიდე დამისვა. ხო და რომ დაამთავრა ჩემი წამება, კიდე გამიმეორება. ფულიო არა გაქვსო? მართლაო არა მაქვს მე უთხარი. ოქრო ხომ გაქვსო? კი მე უთხარი, ოქრო მაქვს თქვა. აბაო ადექიო და მომეცი ოქროო. მე უთხარი კარგი თქვა, კაბა არის მე უთხარი, მაგერ გადაკიდებული და მომეცი კაბა ჩავიცმევ და მოგცემ თქვა. არაო, ისეო წამოდექიო, შენ რომ ფიქრობო, ისეო არ მოხდებაო.
ხო და მე ვთხარი მომეცი კაბა და ავდგები ჩავიცმევ მოგცემ თქვა. ხო და ადგა და მომცა ეს კაბა ჩავიცვი. მომკიდა პირზე ხელი, ხო და გამიყვანა შკაფთან მიმიყვანა და ამოვიღე ოქრო და მივეცი ცელოფნით. ესო გახსენიო ეს ცელოფანიო და მანახვეო. გავხსენი ეს ცელოფანი და ამოიღო ყველა სათითაულოდ, რომელიც კარგი ოქროები იყო, ის ამოარჩია და წაიღო. ეს ოქრო ადგა და ჩაიდო ჯიბეში. ახლაო ადექიო ასე მითხრა, წამოდიო და დაჯექი ლოგინთანო. ავდექი და დავჯექი ლოგინთან. მეუბნება კიდე მიმეორებს, ფულიო მომეციო. ფული მე ვთხარი არა მაქვს, თქვა თუ არა გაქვსო ფულიო, ახლა განახებ შენ. ადგა მომკიდა პირზე ხელი და გამომიყვანა ზალაში, ხო და მოკიდა უთოს ხელი და ჩართო. ახლა წამოდი და დაჯექი ლოგინზე, ავდექი და დავჯექი ლოგინზე. ზუსტად 3 წუთიაცა და უთოს გახურება. ხო და ადგა ისავე მომკიდა პირზე ხელი, მოხსნა ეს უთო და მითხრა წამოვდი ახლაო და დაჯექი ლოგინზე. დავჯექი ლოგინზე და მიმაფარა პირზე ხელი და ახლაო შენი ხელიო წაიღეო და დაადები ბავშვსო ხელი პირზეო. მეც ავდექი და დავაფარე ბავშვს პირზე ხელი და მოსინჯა. რომ თუ გაქვთო კარგათო ბავშვზე ხელი მოჭირებულიო. ცოტა მე ფომფოთ მქონდა მიდებული. არაო მაგრად მიაჭირეო. ადგა მერე და ეს გახურებული უთო ადგა და დაადვა ბავშვ მარჯვენა ხელს. ხო და არ აყვირო ბავშვმა სიმწრისგან ფეხების ფართხუნი დაიწყო. ხო და ვაი დედა. ბატონო გისმენთ ქალბატონო ქეთევან, გასაგებია ეს ფაქტი შოკის მომგვრელი იყო ყველასთვის, განსაკუთრებით თქვენი სოფლისთვის. რას ამობენ თქვენი თანასოფლელები, როგორია მათი მოთხოვნა? როგორია მათი მოთხოვნა და თუ ინახება და მოიძევს ემსთავრობა და დამეხმარება და ჩემი შვილის დამწველს გამოიყვანებენ და საქვეყნოდ დაწვავენ, იმის მოხარულია ჩემი მეზობლებიც და ჩვენც კიდე. გაქვთ თუ არა ინფორმაცია როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ეს ჩემი ბოლო კითხვა იქნება და გაქვთ თუ არა თქვენ კითხვები გამოძიებასთან? არანაირი კი არა მაქვს, ჯერ ერთი დაკავებულია ვიცი და ჯერ ჯზივაში არის საქმე. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან. ქეთევან არჩვაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ვანიდან და მე ვიდრე გადავიდოდე უკვე სტუმრებთან შეკითხვებით, მინდა გავახსენო მაყურებელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაწყვეტილება. რუსთავი 2-ის გადაწყვეტილებით კომპანიის დამფუძნებლების, მენეჯმენტის და მთელი კოლექტივის სახელით სურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ვიღებთ მზრუნველობას დაზარალებულ პატარაზე, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, გამოვთქვათ მზადყოფნას, სრულად დავაფინანსოთ მისი ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯები, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ასევე გავხსნით მისი სახელობის ანგარიშს, სადაც ჩვენი მხრივ ჩავრიცხავთ 10,000 ლარს და ასევე ჩვენი ეთერის მეშვეობით უზრუნველყოფთ, რომ ყველა მსურველმა ჩარიცხოს ამ ანგარიშზე თანხების შესაძლებლობების ფარგლებში. ანგარიში იქნება შემნახველი და პატარას შეიძლება ანგარიშზე დარიცხული თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება სრულწლოვანების მიღწევისთანავე. იმედი გვაქვს თქვენი გულმოწყალების დაეხმარებით პატარას რუსთავი 2-თან ერთად. ეს იყო რუსთავი 2-ის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ ტრაგედიის, ამ დანაშაულის შემდეგ გავრცელდა. ჩვენ მხოლოდ ერთი ისტორია მოვისმინეთ და გადაცემის მსვლელობისას კიდევ რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევას მოვისმენთ თავად დაზარალებულებისგან, რომლებიც სტუდიაში იმყოფებიან, თუმცა მართველი გუნდი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ყველგან ხდება, კრიმინალის თვალსაზრისით საქართველოში განსაკუთრებული არაფერია და ეს მხოლოდ საზოგადოებაში გაჩენილი განცდა. მე ამ შეკითხვით, ამ თემით გადავალ სწორედ ქალბატონ ეკასთან. ქალბატონო ეკა, იმის განცდა, რომ კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა საზოგადოებაში, არის ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროც საუბრობს და სწორედ ამითი ამართლებს იმ კონტროლის, საპოლიციო კონტროლის დაწესებას, რომელსაც ბოლო დღეებში ჩვენ ხედავთ ქვეყანაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის საზოგადოებაში ეს განცდა, თუ კრიმინალი რეალურად არ იზრდება? საღამოშვიდობის მოგესალმებით, ყველას მივესალმები. მინდა პირველ რიგში აისწორეთ იმ ბავშვის მომავალზე ზრუნვის საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა განცხადება თქვენ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ. იმ ზრუნვის და გაფრთხილების ნაწილია ისიც, რომ როდესაც ასეთ თემაზე საჯაროდ
საუბროთ ამ დეტალებზე, უნდა ვიფიქროთ ამ ბავშვისთვის, მისი მომავლისთვის, მისი ფსიქოლოგიისთვის, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის და ნიუანსის გათვალისწინებით, რამდენად მართებულია ხა ამ დეტალებზე ესე საჯაროდ საუბარი. არა მგონია, რომ ეს ძალიან კორექტული და კარგი ყოფილიყო. შეეხება კითხვას. მე ჩემი აზრი გითხარით, გონია რომ არ არის ეს სწორი, იგივე იმ ბავშვის მომავალზე ჩვენ ამიტომაც ბავშვის ვინაობაც არ დავასახელებთ. ხო, თუმცა ოჯახის ვინაობა ყველა მიცის ახლა და ძალიან არასერიოზულია. მე კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ეს ოჯახის თანხმობა და აგრეთვე ოჯახის სურვილით იყო ამაზე საუბარი. მე ვამბობ ადამიანი, რომელმაც სწორედ წელს ჩვენ ბავშვთა უფლებების წლად გამოვაცხადეთ ეს წელი და განსაკუთრებულად ვართ ორიენტირებული ბავშვთა უფლებებზე კონცენტრირება მოვახდინოთ, საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს ამ მხრივ. რაც შეეხება კითხვას, ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობთ მკვლელობებზე, ზოგადად დანაშაულზე და განსაკუთრებით მკვლელობაზე. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული. მესმის რომ როდესაც ესეთ ფაქტებზე საუბრობთ, ეხა იურისტებისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ასეთ ვითარებაში დააკვირდე არა მარტო იმას, რომ შედეგად ძალიან მძიმე შედეგებს იღებდა ყველა ოჯახისთვის, ეს არის უმძიმესი ტრაგედია, ყველაზე მძიმე ტრაგედია. უნდა დააკვირდე ამ მიზეზებს, ტენდენციებს, რა ხდება, რა ვითარება გვაქვს და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გამოიყენო. რა არის ის თანაზომადი და პროპორციული საშუალება, რომელთაც შეიძლება თავიდან აიცილო ასეთი ტრაგედიები. თუ არ იცი, როგორი ვითარება ქონდა გუშინ წინ, შარშან იმის წინ, აი როგორ უნდა გააკეთო დასკვნა სუბიექტური აღქმით ხომ არა მხოლოდ რა ხდება დღეს გვაქვს ეს ვითარება ისეთი რომ განსაკუთრებით იმატა ამ დანაშაულობებმა თლიანად იმატა ამ დანაშაულობებმა ამას უნდა აკვირდებოდეს ხელისუფლება ეს არის ვალდებულება ხელისუფლების მე მესმის რომ ასე დროს ოდესაც განსაკუთრებით ეს ტრაგედიაზე ვსაუბრობთ ძალიან მტკივნეული და გამაღიზიანებელია, როდესაც ციფრებზე ხდება აპელირება, მაგრამ დასკვნა როგორ უნდა გააკეთო სუბიექტური აღქმით თუ ობიექტური მონაცემებით. ის რომ აი მაგალითად კოლობათა რაოდენობა ზუსტად ამდენივე დაფიქსირდა 2011 წლის აგვისტოში. ქონდა ესეთი აღქმა თუ არა? თუ ჩვენ ყველა ასეთი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გვექნება და მე ზოგადად გონია რომ რაც უფრო მეტად არის ინფორმირებული საზოგადოება უკეთესია. თუ გვექნება სრულად ესეთი ინფორმაცია, შესაძლოა ეს აღქმა ისეთივე იყოს, როგორიც იყო. მაგრამ თუ დღეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ეს დანაშაულობები, რომელიც ხდება და სამწუხაროდ მართლაც არასწორს ესეთი საზოგადოება, სადაც დანაშაული არ ხდება, იმის ბრალია, რომ შესუსტებულია პრევენციული ღონისძიებები და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო ეს თემა აქტუალური. ასე დროს ბუნებრივია სახელმწიფო შესაბამისად მისი სამართალდამცავი სტრუქტურა აძლიერებს პრევენციულ ღონისძიებებს. არის ადეკვატური პრევენციული ზომა, აი ეს კონტროლი, რომელსაც ეს არ არის ერთადერთი პრევენცია. ის რომ ვთქვათ, პოლიციური კონტროლი და სხვა ღონისძიებები იწყებს უფრო ვთქვათ, ხილულად ან თვალსაჩინოდ ქმედებას, ეს არ არის ერთადერთი პრევენცია. პრევენცია ბევრი სხვა რამ არის და პირველ რიგში უნდა დააკვირდეს სწორედ ამ ტენდენციას, მიზეზებს ფაქტორებს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე არ ხდება დანაშაული. თუ ამას არ გამოიკვლევ, პრევენციული ღონისძიებები ვერ იქნება პროპორციული. ეს ერთ-ერთი მიმართულება, არის სხვა მიმართულებებიც, ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რომ საზოგადოებას კონდეს განცდა პირველ რიგში დაცვის და ყველაზე მთავარი შედეგი მიიღო ის, რომ წინასწარ გააკეთო ამ დანაშაულის პრევენცია. მაგრამ ეს ყოველთვის უნდა ხდებოდეს ისე, რომ ნებისმიერი ესეთი მოქმედების დროს იყოს ადამიანის უფლება ყოველთვის დაცული. ეს არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვის ხარჯზე. თუ აი ამ შედეგს ჩვენ აი ამ საშუალებით ვაღწევთ, ამ მიზანს ვაღწევთ, ეს არის გამართლებული. ნუ ეხლა შეიძლება ვილაპარაკოთ უკვე აი ამ პროცესში რა ტენდენციები დავინახეთ, რა პრობლემები დავინახეთ, მაგრამ მე მესმოდა ვაკვირდებოდი ყურადღებით აი ამ პროცესს და განსაკუთრებით გზნობიარე ვარ ამ თემების მიმართ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო. ერთ საზოგადოების ერთ ჯგუფი ამბობს, რომ ძალიან კარგია რომ გამკაცდა ეს პოლიციური კონტროლი და საზოგადოება რაღაცა უფრო დაცულად გრძნობს თავს. მეორე ჯგუფია, რომელიც აპროტესტებს ამას და ამბობს, რომ ეს უხეში გამოვლინებები ამ პროცესში იყო ძალიან ცუდი და ქონდა ამას ნეგატიური
რეაქციაც ანუ არ იყო ერთგვაროვანი. ამასაც უნდა დავაკვირდეთ და დავინახოთ, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ სუბიექტური აღქმებით ქმედება. სახელმწიფო ხო ესე ვერ იმოქმედებს. აუცილებელია თუმცა ბუნებრივია მედიას აქვს უდიდესი როლი. რა თქმა უნდა, გიორგი, თუ აჩვენებ, ეხა მაგალითად 11 მკვლობიდან 11-ვეს, ან არაჩვენებდი 11-დან 3-ს, განსხვავებული აღქმა იქნება. აღქმა ხო არ არის მხოლოდ აქ თავარი არის, რომ არ მოხდეს ეს უბედურება. ჩვენ საუბრობთ რეალურ შედეგზე და არა იმაზე, მე არ მინდა მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ და აქეთ წავიდეს საუბარი, როგორ შუქდებოდა ეს. ჩვენ ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტი და ვნახეთ, რომ 2011 წელს კურიერზე ვაკებთ ჩვენ პასუხს, გაშუქებული ამ აგვისტოს თვეში გქონდა 11 მკვლელობა და ზუსტად ამდენივე მკვლელობა გქონდა გაშუქებული აგვისტოში, რაც მოხდა კიდევაც მაშინ ასე რომ განსხვავება რეალურად არ იყო. ჩვენ მაშინაც გავაშუქეთ ყველა ეს დანაშაული. ქალბატონმა ეკამ ბატონ პავლე ისაუბრა იმაზე, რომ აუცილებელია შეისწავლო როგორ მიდის პროცესები, ობიექტურად შეისწავლო ეს პროცესები და მიდიხარ საბოლოოდ რიცხვებამდე, მაგრამ თქვენ გუნდს სწორედ ეჭვი შეგაქვთ ამ მონაცემების ობიექტურობაში. თქვენ ამბობთ, რომ ეს სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ გვაწვდი შინაგან საქმეთა სამინისტრო, არათუ უბრალოდ მანიპულირებულია რიცხვებით, არამედ პირდაპირ უხეშად გაყალბებულია. მოგესალმებით ტელემაყურებელს. მე მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგრამ მეორეც მხრივ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოება რაც უფრო სწრაფად და დროულად შემოკრავს განგაშის ზარს იმის გამო, რაც ხდება, ესეთი ფაქტები მომავალში შეიძლება უფრო მარტივად ავიცილოთ თავიდან. არავის არ ახსოვს, ეხლა დარწმუნებული ვარ დარბაშიც, წელს გაზაფხულზე ხონში იყო ესეთივე ფაქტი. როდესაც დაუთავების ფაქტი ქონდა და ასეთ რამეს ადგილი არ ქონია 2001 წლის შემდეგ. მე მახსოვს ეს ამბავი, იმიტომ რომ ტყიბულში იყო ბოლო ესეთი ფაქტი 2001 წელს, როდესაც მოხუცები დააუთავეს კრიმინალებმა. მას შემდეგ არავის ეს არ სმენია. ეხლა რაც არ უნდა ციფრებით ჟონგლიორობა დავიწყოთ და ბატონ იზორიას ეს ძალიან კარგად გამოდის, ჩვენ გვახსოვს ბენზინის ფასთან დაკავშირებით მისი ასეთივე ჟონგლიორობა ციფრებით. ამით რეალობას ვერ უშველეთ. ვინმე შეიძლება აი გაიხსენეთ წინა წლების განმავლობაში და თუნდაც იგივე რაოდენობის ხდებოდა და იგივე მდგომარეობა იყო კრიმინალთა მიმართებაში. გახსოვთ ვინმეს ფაქტი, რომ შუა ქალაქში, შუაგულ ვაკეში ყოფილიყოს დაჯგუფებებს შორის სროლები, დაჭრა, შემდეგ ამაზე პასუხისგაცემა, შემდეგ იყო ესეც გაზაფხულზე ხდებოდა ეს ყველაფერი და იგივე ვაკეში ხდებოდა და ეს არის ყველაფერი კონკრეტული ფაქტები, რომელსაც საზოგადოება ხედავს. აღქმა და სუბიექტურობა ვინმე ციფრებს კი არ უყურებს რა ხდება. საკუთარი ყურით მოსმენილი თვალით დანახული ფაქტები არის, რომელზეც რეაგირება ხდება. როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ კრიმინალზე თუმე ერთხელ და მით უმეტეს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ამის შემდეგ გამოვა და იტყვის, რომ კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, ეს რა თქმა უნდა საზოგადოებას მოქმედებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტი, დღეს მე ამაზე ვისაუბრე, სოფელი ორბეთი, სადაც 45 ხელმოწერა შეაგროვა სოფელმა და ითხოვს დაცვას პოლიციელებისგან, პოლიციელებს თხოვს, რომ დაიცვან ისინი ძმები ბექაურებისგან, რომელიც მეზობელ სოფელში არიან და ყოველდღიურად ატერორებენ ამ სოფელს. და კიდე რამოდენიმე სირგული. ეხლა ამით იწყება დაუსჯელობის სინდრომი. ამით ჩდება განცდა, რომ საზოგადოება არის დაუცველი და ამით იწყება დემორალიზება პირველ რიგში პოლიციელების. პოლიციელების დემორალიზების პირველი ნიშნები იყო მაშინ, როდესაც მელორ ვაჩნაძე, რომელიც ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა ციხიდან. ძალადობდა ეგრეთ წოდებული ნამდვილად. ძალადობდა პოლიციელებზე და ამის გამო, პოლიციელის ცემის გამო მას 100 ლარი შეუფარდეს, აი იქ დაიწყო პრობლემები პოლიციაში. როდესაც ჩვენ გვყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არის ყველაზე არაპოპულარული ალბათ ქვეყანაში და ყველაზე ხშირად ხდება დაცვის ობიექტი, ნამდვილად არ მახარებს. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩემი შვილებიც აქ იზრდებიან, ყველა აქავართ, არსად წასვლას არავინ არ აპირებს და ამ ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და პოლიციელი უნდა იყოს საამაყო, პოლიციელობა უნდა იყოს საამაყო და კრიმინალს არ უნდა კონდეს საშუალება რომ დაცინოს პოლიციელებს. და სამწუხაროდ ესეთი ფაქტები გვაქვს, განწყობა არის მთავარი და არა ის რომ ეხლა რაღაცა მოვიტყუოთ თავი და ვთქვათ რომ არა ყველაფერი კარგად ყოფილა, ან რეიდებით უშველოთ ამას. რეიდების ფაქტთან დაკავშირებით მე ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში იყო. გუშინ ტარდებოდა რეიდი მაგალითად ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც იქვე 35 სკოლაში, სკოლის უკან ორი ადამიანი დაჭერს სწორედ მაშინ, როდესაც რეიდი ტარდებოდა გვერდზე. ვიღაცებს ჩხერკდნენ, ამ დროს დანაშაული ჩვეულებრივად თქვენ ამით ხას უსვამთ, რომ სრულიად არა შედეგი არ არის რეიდების ის რაც უნდა იყოს.
განწყობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიციელები იგრძნობენ თავს ძლიერად. მე მქონდა ჩემი მიმართვა პოლიციელებისადმი და ეხლაც გადავარ, რომ იგივე გავიმეორო. მე მზადავარ დავდგე ყველა პოლიციელის გვერდით, რომელიც იბრძოლებს კრიმინალის წინააღმდეგ. მე მზადავარ, რომ ვიყო იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ამ ქვეყანაში სიმშვიდე და წესრიგი ჭირდება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სხვაგვარად ვერაფერი ვერ განვითარდება. სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი. არ შეიძლება კრიმინალი გაძლიერდეს და პოლიცია დასუსტდეს. ეს არის მთავარი. სანამ ამას არ მივხვდები, სანამ ყველა ამას არ გაითავისებს, მანამდე იქნება პრობლემები. დაცვის წარმოადგენელი ჩვენ და სტუდიაში მყოფობა ჩვენ მასთან კრიმინალი იჩაგრებოდა და ეს იყო პრობლემა სახელმწიფოზე. არა, პრობლემა არის დღეს, როდესაც კრიმინალი თავს გრძნობს თავისუფლად ამ ქვეყანაში. ბატონო ირაკლი, ბატონო პავლე, ახსენა ეს 100-ლარიანი ჯარიმა და სხვადასხვა სახალხო დამცველიც საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა კრიმინალის გაზრდის მიზეზი ქვეყანაში გახდეს ის, რომ საქართველოში გაჩნდა დაუსჯელობის სინდრომი, ვინაიდან ხშირად ომბუდსმენის შეფასებით არაადეკვატურ სასჯელს იღებს დამნაშავე. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მე მინდა რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხის განხილვისას ჩვენ არ ვიყოთ რაღაცა პოლარიზებული და რაღაც რადიკალური პოზიციები დავიკავოთ. მე ვთვლი რომ აუცილებლად და მინიმუმ 3 ჭრილში უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება. ერთი არის რა არის რეალობა. მეორე არის საზოგადოების რა განწყობებია და ხელისუფლება როგორ მოქმედებს. და მესამე არის პოლიტიკური ნაწილი, რაზეც ბატონი პალიკო საუბრობდა, ანუ რა პოლიტიკური მოტივები აქვს ამ ყველაფერს. ამ უკანასკნელი დავიწყებ და ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი პალიკო მზად არის რომ პოლიციას დაეხმაროს, მათი ძირითადი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სტრატეგია აგებულია იმაზე, რომ ქვეყანაში რაღაც აპოკალიფსური სურათი შექმნან, მუქფერებში დახატონ. აი ხა ამ დემაგოგიას ნუ გააგრძელებთ ძალიან რა არის მუქფერები. აი ამ ბატონო ისტორია იყო მუქფერები. დავასრულებინოთ და შემდეგ უპასუხოთ. გასა საუბრო კონკრეტული ფაქტებია. ვინ ხატავს სურათს ირაკლი? თუ ასე გინდა რომ რეალობა შეცვალო? მოსმენის კულტურა. არა, დემაგოგიის მოსმენის კულტურა არ არსებობს ირაკლი. როდესაც შენ გინდა რომ კონკრეტულ ფაქტებს უწოდო რომ ვიღაცის მიერ გაგმულია, ეს არის შენი პრობლემა. კრიმინალი შემცირდა იცით ხარ. შემცირდა, მაგარი შემცირებულია, ამიტომ არის ეს ფაქტები, კი. და პირველ რიგში თქვენ რო აღარ ხართ ხელისუფლებაში და ხელისუფლება რო იყო თავად კრიმინალი. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, ხელისუფლებაში ვინ არის? საუბარია იმაზე, რომ ფაქტებზე რეაგირება რა. ბატონ პავლე, დავასრულებინოთ. ეხლა ეს კრიმინალი თურმე ეს სურათი ვიღაცას დახატულია. შეუძლებელია ამის მოსმენა. ბატონ პავლე, მოვისმინოთ მისი აზრი. რა შუაშია გიგი ოგულავა, რა შუაშია სააკაშვილი? იმ ბავშვს დამწვარი ხელები გინახავს. იმის შემდეგ როგორ ამბობ რომ ვიღაცამ დახატა ეს სურათი? ბატონო პავლე, თქვენს ემოციურ ბატონ პავლე, გთხოვთ მისცეთ საშუალება ბატონ ირაკლის რომ გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. გასაგებია, რასურს ნაციონალურ მოძრაობას როგორ დახატოს სამწუხაროდ. გარკვეული მედია საშუალებები ნეფსი თუ უმევლია ჩართულები არიან ამ პროცესში, ამაში მე ვერანაირად ვერ დავანალიზებ. გარკვეული თქვენ თვით ყველა მედია საშუალებაში შუქდება აქტიურად ეს თემა. ამიტომ ვამბობ რომ ერთი მედია საშუალება, რომელიც ძალიან ახლოს არის ამ აპოკალიფსის დამქაშებთან, სამწუხაროდ პოლიტიკურად მოტივირებულია და ამის უფრო მეტად თქვენ რუსთავი ორ სკულის ყოფთ, მაგრამ რუსთავი ორ სკულის ყოფთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხავს ვსვამობ, სწორედ ასე თქვენ რომ ნახოთ, სწორედ ასე შუქდება ყველა არსზე. ბატონ გიორგი მივალ იმ წერტილამდე, რაც რეალობა არის და რაზეც უნდა ყველამ ერთად ვიზრუნოთ და ეს არ არის ერთი პრობლემა, ერთი ადამიანის ან ერთი პოლიტიკური ძალის პრობლემა ან ხელისუფლების. ამიტომ ეს ნაწილი ჩემთვის გასაგები არის, მაგრამ მთავარი ეს არის რეალობა. მთავარი არის სამი ფაქტორი, ეს არის როგორი კანონმდებლობა გვაქვს, როგორ მოქმედებს პოლიცია, რამდენად პროფესიონალია და რამდენად ადეკვატურად მოქმედებს და მესამე რამდენად გვაქვს ჩვენ პრევენციული მექანიზმების განხორციელების საშუალება. პირველი კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით და საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით პრემიერმა განაცხადა რომ და ჩვენ მართველი გუნდი ამას ვეთანხმებით რომ გარკვეული მიმართულებებით სიმკაცრე, ანუ გამკაცრება მოგვიწევს და ეს არის სწორედ გამოწვეული იმ შექმნილი ვითარებიდან. მეორე პოლიცია დღეს და უსაფრთხოების სისტემა დღეს გაცილებით ძლიერია ვიდრე აქამდე ყოფილა. ამას ვაბობ სრული პასუხისგებლობით. ადამიანი, რომელსაც პირდაპირ შეხება, პირდაპირ ჩახიდული ვარ სისტემის გამართულობაში, მეტიც დეპოლიტიზაციის შემდგომ აი ეს პროცესი რაც მემკვიდრეობით გვერგო და დეპოლიტიზაცია განხორციელდა, პოლიციელი დღეს დაკავებულია საკუთარი ფუნქცია მოვალეობის შესრულებით. კმაყოფილი ვართ? არ ვართ კმაყოფილი. და შეუძლებელია კმაყოფილი ვიყოთ.
იყო გადაცდომები საპოლიციო ღონისძიებების არა ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ შექმნილი მოცემულობა არ გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს შეიძლება კარგად მუშაობს სისტემა შეიძლება კარგად მუშაობს სამინისტრო მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას თქმის უფლებას რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი სიმშვიდე სტაბილურობა იყოს ქვეყანაში ამიტომ თავისთავად ცხადია ჩვენ უნდა გავაკეთოთ სერიოზული ნაბიჯები და გადავდგათ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. შეიძლება იყოს ის კონტროლი, რომელსაც ჩვენ ხედავთ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენს ეთერში თქვენთან ძალიან სწორად ბრძანა რომ კრიმინალთან ბრძოლა ის არ არის მხოლოდ ერთი უწყების საქმე, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების საქმე. აქ არის აუცილებლად საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ძალიან აქტიური ჩართულობა. საჭიროა თანადგომა სამოქალაქო საზოგადოებისგან ურთიერთმდობა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რომ აი ამ საპოლიციო ღონისძიებების საკონტროლო ღონისძიებების განხორციელებისას იყო თუ არა დარღვევები იყო სავარაუდოდ იყო დარღვევები მეორე არის როგორ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება როგორ რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მე მესმის რომ სტატისტიკური მონაცემების არჯერა უბრალოდ არ უნდა რომ დაიჯერონ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ რომ უბრალოდ საზოგადოება მიცოდეს რამდენად რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ბოლო 6 თვის მონაცემებს გეტყვით. 1440 თანამშრომელს დისციპლინური სახელი დაედო. 29 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პოლიციელების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ 111 გათავისუფლდა სამსახურიდან. ამ საპოლიციო საკონტროლო ღონისძიებების განხორციელებისას რომელიც ბოლო 3-4 დღეა მიმდინარეობს. შემოწმებული იქნა უბრალოდ რომ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე 17515 ადამიანი 17515 ადამიანი და საჩივარი გეინსპექციაში ამ საკონტროლო ღონისძიებებიდან შევიდა მხოლოდ 24 მე არ ვამბობ იმას რომ იმაზე მეტი დარღვევა არ იყო ან გადაცდომა არ იყო და შეიძლება მოქალაქე არ მივიდა და საჩივარი არ დაწერა გეინსპექციაში ან არ დარეკა ცხელსხალზე შეიძლება ის 10 ჯერ მეტი იყოს მაგრამ 24 საჩივარი არის 0.1% მაგრამ ბანო გიორგი ამ 24-დან ნახევარიც რომ გაშუქდეს მედიაში საზოგადოებას დარჩება შტაბ-ჭრილება რომ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია დამძიმდა თუ ვინმე სტატისტიკის არ ჯერა სტატისტიკა ჩვენ გვჭირდება იმისათვის რომ დინამიკაში დავაკვირდეთ პროცესს და გამოვიტანოთ დასკვნები და თუ საჭიროა კანონმდებლობა გავაკაცროთ თუ საჭიროა პრევენციული ღონისძიებები დავამატოთ მადლობა ბატონო ირაკლი ამიტომ თუ ვინმე არ ჯერა სტატისტიკური მონაცემებით ამისათვის საჭიროა არა უბრალოდ განცხადებების გაკეთება არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მექანიზმის პოვნა და უფრო ფართოდ გაშლა ამ გასაგებია ბატონო ირაკლი ერთ-ერთი საჩივრის ავტორი ჩვენთან სტუდიაში ყოფება თქვენ ახლა საუბრობდით იმაზე თუ რა რეაქცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცველების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე დათუნა სულიკაშვილი რომელიც შეამოწმეს რამდენიმე დღის წინ კონტროლი განხორციელდა მასზე საკმაოდ უხეში ფორმით ჩვენ ამის შესახებ ვიცით უფრო საინტერესოა დათუნა რამდენად მოყვა რეაქცია შენს პრეტენზიებს ვინაიდან შენ ზუსტად იცი ვინ იყო ის ადამიანი ვინც შენ შეგამოწმა და შენ იმ დღესვე განაცხადე პრეტენზია მისი მისამართით მოგესალმებით ყველას იმ დღესვე განაცხადე მე 126-ზე დავლეკე ჯერ პოლიციაში დავლეკე პატრულში მითხრეს რომ უნდა დამერეკა 126-ში გადავრეკე და ამის შემდეგ დამიკავშირდნენ თვითონ მითხრეს რომ განმოგირეკავ ცოტა ხანში განმომირეკეს ჩაინიშნეს ეს ჩემი თქვათ ასე თქვათ ამბავი რაც მოხდა და ამის შემდეგ აღარავინ აღარ დამკავშირებია ამ სამინისტროდან. შემდეგ გავიდა ერთი დღე მე დავლეკე ისე 126-ზე. ანუ ყოველ შემთხვევაში შენ არ იცი ამ რეაგირების შესახებ? არ ვიცი, თუმცა დღეს მე დამიბარე სამინისტროში, მომაყოლეს თავიდან ეს ისტორია და მითხრეს რომ პასუხს აგებს ეს პოლიციელი და მე ვფიქრობ რომ ის პოლიციელი იქნება 112, რომელიც განთავისუფლდება ამ პოლიციის სფეროდან საერთოდ. დიდი მადლობა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით რამდენად იქნება ეს ასე. თუ არა, ბატონო ზურაბ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია პრემიერ-მინისტრი, ზოგადად მართველი გუნდი ამ ეტაპზე კმაყოფილია, თუმცა თulis რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თქვენ ითხოვთ თქვენი გუნდი ჭიკაიძის გადადგომას, მაგრამ რამდენად თulit რომ რეალურად ეს არის გამოსავალი, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ დატოვოს თანამდებობა თქვენ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოაქვეყნეთ ღია წერილი, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრობლემა ბევრად უფრო ღრმად არის. ამ წერილში თქვენ პრემიერ-მინისტრსაც კი როგორც ფორმალურ პრემიერს მოიხსენიებთ. მაშინ რა აზრი აქვს ამ სიტუაციაში ჭიკაიძის გადადგომას თანამდებობიდან? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის.
ხო, წერილიდანაც და ისედაც ჩვენი განცხადებიდან ჩვენ არა მხოლოდ ჭიკაძის გადადგომას ვითხოვთ, ჩვენ თვლით, რომ ჭიკაძე ზოგადად დასანიშნიც არ იყო ამ თანამდებობაზე, იმიტომ რომ მას არ გააჩნია არანაირი კომპეტენცია რომ იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. შემოსა ჩვენ ვითხოვთ ბევრ სხვა ფუნდამენტურ ცვლილებასაც ჭიკაძის გადადგომასთან ერთად. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ასევე ისო სტატისტიკით არ ხდებოდეს манипуლირება. აქ ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, რომ თუ იმეს არ ჯერაო სტატისტიკისო უნდა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ცხადე ჩვენ არ ვჯერა, მე არ მჯერა პირადად, იმიტომ რომ კრიმინალის სტატისტიკა არ არის ერთადერთი ციფრები, რომლითაც ხელისუფლება манипуლირებს. და აქ აუცილებლად არ არის საუბარი გაყალბებაზე, ციფრები შეიძლება манипуლირება და როგორც წესი манипуლირება ხდება ციფრებით იმისათვის, რომ მათ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, როგორც წესი манипуლირება ხდება იმისათვის, რომ რაღაც პრობლემების მიჩვევა მოხდეს. მე შემიძლია მოვიყვანო კონკრეტული ფაქტები, როგორ ხდება манипуლირება მაგათად ეკონომიკური მაჩვენებლებით. შემიძლია მოვიყვანო კონკრეტული ციფრე, კონკრეტული შემთხვევა, როგორ ხდება манипуლირება მაგათად უმუშევრობის სტატისტიკით. ჩვენ ამ შემთხვევაში კრიმინალს. ხო, როგორც მაგალითისთვის მინდა ვთქვა, რომ მაგათად манипуლირება ხდება რკინიგზის მონაცემებით, როგორ ვითომ შემოსავლები გასაგებია, უწავთ ასე. ყველა სახსოვს მაგალითად, რომ პარტიამ რომელსაც აიღო 28% არჩევნებზე, თავრობის მეთაური როგორი და თქვენ პარალელს ავლებთ, რომ თუ არა, უბრალოდ მივიწყავდა, რომ манипуლირება ციფრებით კრიმინალური არ არის მხოლოდ ერთადერთი ციფრები, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს რომ манипуლირება მოახდინოს. манипуლირება ხდება ბევრი სხვა მიმართულებითაც, ყველგან სადაც პრობლემა არის, ხელისუფლება ციფრების манипуლირებით ცდილობს რომ ეს მიჩვა. ეს თქვენი ნიშნულობა უბრალოდ თუ შეგიძლიათ კი, ცხადე, მე რაც ჩამოთვალე სტატისტიკასთან დაკავშირებითაც თითოეულ მათგანზე შემიძლია კი, სტატისტიკის კრიმინალურ სტატისტიკასთან დაკავშირებით არაერთმა მედია საშუალებამ დაიჭირა ტყუილებში შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წელს გამოქვეყნებული ციფრები, არ ემთხვევა 2014 წელს გამოქვეყნებულ 2013 წლის ციფრებს. ძალიან მარტივი არის. აჩილო პრობლემები, ჩემისაც გაცილებით უფრო ღრმა არის, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელსაც ზოგადად უნდა დავაკვირდეთ იმისაც, რომ ვისაუბროთ როგორ ხდება კრიმინალთა ბრძოლა. ერთი ცხადი არის საზოგადოებაში კრიმინალების რაოდენობა, ან პოტენციური კრიმინალების რაოდენობა და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთან მოხდა ეგრეთ წოდებული ფართომასშტაბიანი ამნისტია და უაპელაციოდ გამოუშვეს, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს 17000 ადამიანი. მე არ ვიზახი, რომ ყველა ეს ადამიანი შეიძლება დღეს დანაშაულს ჩადიოდეს, მაგრამ პოტენციური დანაშაულთა რიცხვი საზოგადოებაში ცხადია ბუნებრივია ამის გამო გაიზარდა. მეორე არის პენიტენციურ სისტემაში არსებული სიტუაცია, იმიტომ რომ ქუჩაში მოხდარი კრიმინალების უდიდესი პროცენტი იმართება სწორედ ციხეებიდან და ციხეებში დღეს ჩვეულებრივად ციხეებს აკონტროლებენ ისე კრიმინალური ავტორიტეტები, ეგრეთ წოდებული მაყურებლები და ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან გარკვეული ქურდული დაჯგუფებების წევრები, ყველა ქურდული დაჯგუფების არა, მაგრამ რომელთანაც სამხედროების წევრები არიან ლოიალური, ისინი შემოდიან და გადიან ჩვეულებრივად იგივე რემენა და იგივე ლავასოღლი და ვიღაცეები. ეს არის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილი არის თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რამდენად არის კომპეტენტური ებრძოლოს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრი ერთი ვთქვი რომ არის არაკომპეტენტური, ამ მინისტრს აქვს ორი კონკრეტული თვისება რის გამოც ის არის მინისტრი, ერთი ის არის პირადი ერთგულებით გამოირჩევა ივანიშვილის მიმართ, კონკრეტულად ნაყიდია ივანიშვილის ერთგულება იმეთი, რომ აჩუქა მას დაახლოებით $200,000 ბინა და მეორე არის რომ მას არ გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ამბიცია და არასოდეს არ გაუშვება და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მან არ დაუწყოს ბრძოლა. მეორე არის თვითონ შინაგან საქმეთა კადრები, დიდი ნაწილი არის დაბრუნებული შევარდნაძის დროინდელი კადრები და სავსე არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ღარიბაშვილ და თამაზაშვილის ნათესავებით. ძიძრო ნახოთ ძალიან ბევრი თანამშრომელი არის დედოფლის დაბადებული. ეს არის კომპლექსური პრობლემა, ეს რაღაცები თუ არ შეიცვლება, რეიდებით ხადია პრობლემა არ გადაიჭრება. ამნისტიის კანონის შედეგებს თქვენ ამბობთ, რომ არაკომპეტენტურია შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ კადრი სამინისტროში. ეგრეთ წოდებული ქურდების კონტროლი და ასე შემდეგ. მე მინდა ვისაუბროთ ახლა კონკრეტულ შემთხვევებზე, ბოლო დღეების შემოწმება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ საპოლიციო კონტროლმა კიდევ უფრო გაზარდა უკმაყოფილება საზოგადოების ნაწილში ყოველ შემთხვევაში და კონკრეტული შემთხვევების მონაწილეები და დაზარალებულები ჩვენ აქ გვყავს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი მაგალითად ბექა პეტრიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა შემდეგ სასამართლომ ბოდიში მოგიხადათ. ბექა, რა მოხდა თქვენ შემთხვევაში? ტელემაყურებელს ბექა პეტრიაშვილი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე ყოფილი პოლიტპატიმარი. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო იმ არა, აგერ გვერდზე ბატონები რო გიზიან, ეგრეთ წოდებულებს ეგენი გვეძახიან ჩვენ პოლიტპატიმრებს. პირველ რიგში იმ ოჯახებს მინდა მიუსამძიმრო, რომლებიც ჩამოთვალეთ თქვენ თავიდან, რომელთა შემთხვევებიც ფატალურად დასრულდა. ამის შემდეგ მინდა ერთი ესეთი განცხადება გავაკეთო რა. რაც თქვით, რომ კი, ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ იყო ის ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ადრე ჩადიოდნენ, ისიც მაგ გამოცდილი ბატონების ხელში, როგორც სამართალდამცავი და როგორც ანაკებო სტრუქტურა ყავდათ ჩამოყალიბებული, ისიც მაგ გამოცდილი ესეც, რა თქმა უნდა, ძალადობრივი განსხვავება იყო, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა არის ფიზიკური შეურაცხყოფა, ხომ ხალბატონო ეკა. როდესაც მე ხელით მეხება ადამიანი, ის მაყენებს მე ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასეთი შემთხვევა იყო.
მაგას ვიძახი მე. სასამართლომ რაც ამ კონტროლის დროს არ უნდა ხდებოდეს თქვენ. რა თქმა უნდა, რაც ამ კონტროლის დროს არ უნდა ხდებოდეს. ასევე მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. მე როგორც პირადად მე ადამიანი რიგითი მოქალაქე, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვარ წინააღმდეგი იმ რეიდების პირიქით, ჩვენი ტრიბუნიდანაც არაერთხელ გაჟღერებულა მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ გააქტიურებულიყვნენ და ეს კრიმინოგენური მდგომარეობა რამდენადაც შემცირებული იყო, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანონმორჩილ მოქალაქეებს, პატიოსან ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გავართ, უბრალოდ ღამისაცას და მეგობარს ვაცილებთ, მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ ღამე კაპეზეში, ეგრეთ წოდებულ კაპეზეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგვათენებინონ და შემდეგ ისევ დაგვაბრუნონ სახლებში. და ეს თქვენი ნახსენები ბატონო პავლე კიდე ვაკეში გარჩევები, უბანში ხო არ იქნებოდა ეს დაჯგუფებები, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორისო. არა, თქვენ დროს სამართალდამცავები ხოცავდნენ ქუჩაში პუტარო ბაქიძეს, ვაზაგაშვილს და კიდე სხვა მრავალს, რომელიც თქვენ თვითონაც კარგად მოგეხსენებათ და რომელიც სიცხრის თითოეული თქვენი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის კისერზეა დღემდე კიდევ და ეს აუცილებლად მოგეკითხებათ. აქ და ეს მთავრობა თუ ვერ მოახერხებს ამას, ზევით მაღალი ღმერთი ყველაფერს მოგკითხავს და თქვენც კარგად იცით ეს. მადლობა ბექა. მე მოგცემთ შემდეგ პასუხის საშუალებას, რა თქმა უნდა, ბატონო გელა ნიკოლაიშვილი არის იმ ორი მოზარდის ადვოკატი, მათ ინტერესებს იცავს, რომლებიც აგრეთვე ყვებიან თუ როგორ გადაიყვანეს ისინი პოლიციელები, როგორ გაუსწორდნენ მათ პოლიციელები ფიზიკურად, რა მოხდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფების შემთხვევაში. როგორც წეგან ნახსენეს, აქ ათასობით ადამიანის შემოწმება ყოფილა და იქ ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ მართლა ძალიან მცირე პროცენტია შესული საჩივრების გენერალურ ინსპექციაში, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენიც არის, იმავე დღეს მოხდა ამის დაფიქსირება, მაგრამ მათ დეტალურად აღწერეს ის, რაც მოხდა და თუ ეს გამონაკლისი შემთხვევებია და მართლაც 0.1 ან შეიძლება ცოტა მეტი პროცენტია აი ესეთი შემთხვევა და ძირითადად აი ეს ეგრეთ წოდებული რეიდები მიმართულია საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისკენ, ვიღაცის კრიმინალის დაშინებისკენ, ამას საზოგადოების დიდი ნაწილი ხდება გაგებით და მოწონებითაც, მაგრამ რის დემონსტრაციას ახდენს ამ დროს პოლიცია? ამ დროს პოლიცია უნდა ახდენდეს დემონსტრირებას, რომ ის იცავს კანონს. იმ შემთხვევაში, აი ჩვენ ხშირად ბოლო წლების განმავლობაში ეხლაც ხშირად ხონია შემთხვევა, რომ პატრულის წარმომადგენლები ძალიან კორექტულად წარმოგიდგებიან, თავის სახელს და გვარს გეუბნებიან, გადასაღები აპარატიც აქვს და ყველაფერი იწერება. განსხვავებით ამ ადამიანებს, აქ არის შეგრძნება ადამიანის, რომ ეს ადამიანები დემონსტრირებას ახდენენ იმისას, რომ კანონს ემორჩილებენ და გეუბნებიან, რომ თქვენ დაარღვიეთ ესა და ეს. სრულიად სხვა შემთხვევაა, მე არ ვამბობ, რომ ყოველთვის, მაგრამ როდესაც მიდიან და ადამიანებს ეუბნებიან, დაახლოებით ისეთი ენით ელაპარაკებიან, რომ აი რასაც ძველბიჭური ენა ქვია, შენ ბოდიში ამ ჟარგონის შენ ბლატაობ, მე შენზე უფრო მაგარი ვარ. ამით ისინი ახდენენ არა კანონის მორჩილების დემონსტრირებას, არამედ განუკითხაობის, აი რასაც ბესპრიძელი ქვია. დიახ, მე ეს შემიძლია და ამით მაგალითს აძლევენ იმ ხელქვეითებს, რომ თქვენც ეს შეგიძლიათ. აი ესეთ შემთხვევასთან ქონდა საქმე დგებუაძესთან დაკავშირებით და დოდაშვილთან დაკავშირებით. დოდაშვილი 17 წელს აღმოჩნდა და მასზე ნაკლები ფიზიკური ზეწოლა იყო და ის გამოუშვეს. ეს უკვე 18 წლის იყო და მასზე რა ფიზიკური ზეწოლაც იყო, ეს უკვე ექსპერტიზა ჩატარებულია და გარეგნულადაც ეტყობოდა ამ ადამიანს და სასამართლომ ასევე ის გაამართლა და შეწყვიტა საქმე. ჩვენ შევიტანეთ, მაგრამ ყველაზე საგანგაშო ჩემთვის არის ის, რომ პოლიციის და ხელისუფლების ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრის სახით აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა, რომ თითქოს უკვე გაისმა, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთს მიაყენეს ეს ფიზიკური დაზიანება. აი ეს არის საგანგაშო. იყო ერთი დეტალიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათ ამოწმებდნენ, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ. იყვნენ პოლიციელების ფორმაში და ორი იყო სამოქალაქო ფორმაში, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სწორედ ისინი აქტიურობდნენ და ისინი ცემდნენ, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ და მათი აღქმით ისინი ხელმძღვანელები იყვნენ. იმიტომ ვამბობ, რომ და ისინი ბრძანებლობდნენ, ჩაყარეთ ახლა ეგ წამოიყვანეთ და ფიზიკურად ისინი უსწორდებოდნენ და ისინი აძლევდნენ ამის მაგალითს.
მართალიც და როდესაც ლაპარაკი არის და თქვენ ამბობთ რომ ეს აგრესია სრულად უმიზეზოდ წამოვიდა ამ ეს აგრესია წამოვიდა იმისკენ რომ იქიდან რომ მათ ჯერ როდესაც საბუთო ემოთხოვს ერთ-ერთმა მათგანმა დგებოძე უთხრა რატო მითხარით რა დავაშა შენ რა ბლატაობ და სიგარეტს ნუეწევი და როდესაც მან უპასუხა რომ სიგარეტის მოწევა ქუჩაში არ შეიძლება იქვე ხელში ჩაარტყეს და მეორე ხელი კრა და რას ჩააგდეთ მანქანაში და იქ მერე მანქანაში გინება ცემა და ნუ ძირითადი ცემა პოლიციის განყოფილებაში იყო და პოლიციის ამ განყოფილებაში არის სათვალთვალო კამერები. ძალიან მარტივია თუ გენერალური ინსპექცია თუ პროკურატურა მოინდომებს ამის რეალური სურათის დადგენას, ნახოს, როდესაც შედის ეს ადამიანი აქვს თუ არა სახეზე დაზიანებები და როდესაც იქიდან გამოდის და მეორე დღეს სასამართლოში მოყავთ, რა დაზიანებები ქონდა. ეს ძალიან მარტივია და მე იმედი მაქვს, რომ თუ პოლიციელის მუნდირის ღირსების გაფრთხილება უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს და უნდა დასაჯონ ეს პოლიციელი. სამწუხაროდ ტენდენცია ჯერჯერობით პირიქით ჩანს, რომ მუნდირის გაფრთხილებას ისინი იმას ეძახიან, რომ არა, ბატონო, ესეთი რაღაც არ მომხდარა. ეს ძალიან მადლობა ბატონო გელა, დათუნა. მოკლედ, გთხოვ, შენ არ მოგიყოლია რა მოხდა შენ შემთხვევაში? შენ შემთხვევაშიც უხეშობას ჰქონდა ადგილი კონტროლის დროს. ადგილი მოვიდა მინასთან უხეშად მიბრახუნებდა, ჩამოვწია, კითხე რომ რა ხდებოდა. მამიპასუხა ესეთი ცუდი ტონით, რომ დროზე გადმოდი მანქანიდან, ასე ვთქვათ, ძველბიჭური ენით. მე ვეკითხებოდი, რომ ნუ მოლაპარაკებით ეგრე მეთქი, ჯერ მითხარით თქვენი სახელი და გვარი და ამის შემდეგ მიზეზი რატო გადმოვიდე და მე გადმოვალ მანქანიდან. შენი საქმე არ არის, გადმოდი მანქანიდან მეუბნება. მე გადმოვიდე მანქანიდან და რომ ვეკითხებოდი თქვენი სახელი და გვარი მითხარით მეთქი, შენი საქმე არ არის, რომ მიმეორებდა ისევ ეს პოლიციელი. ამასობაში მოვიდა ჩემი მეგობრის დეიდა, გადმოვიდა მანქანიდან შეშფოთებული და რო იკითხა რა ხდებაო, თქვენ მიბრძანდებითო. მე დეიდა ვარო და წადი ქალო, ისა რო შვილს მიხედე, შვილი გაზარდეო, ესე უპასუხა პოლიციელმა. შემდეგ მე ხელი მკრამ პოლიციელმა და მითხრა რომ ძედალიეო სახშიო ჯობიაო, ესეთი რჩევა მომცა, რო ვეკითხებოდი რომ თქვენ ვინ მოგცათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა ესე. ალბათ, რო ვკითხე რომ თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება, რომ ხელი მკრათ მეთქი, ესე მელაპარაკოთ მეც და ქალბატონსაც მეთქი, მე მაქვს ამის უფლებაო, ესე მიპასუხა პოლიციელმა და მე მაინტერესებს ვინ მისცა უფლება პოლიციელს, რომ ესე ელაპარაკოს უდანაშაულო მოქალაქეებს ქუჩაში. მადლობა დათუნა. ნატა დავამატებ შეიძლება. თავარი აქ არის ის, რომ ის სამართალდარღვევად ითვლება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და არა ყველა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. სიგარეტი გადააგდე, ან შენ ბიჭო გადმოდი. ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა და პოლიციელები ასეთ შემთხვევაში ხშირად თვითონ არ ღვევენ. წინააღმდეგი რომ ხდებოდეს ეს შემოწმება მანქანების და რაც ხდება. მაგრამ წინააღმდეგიო რა უკანონო მოვიდეს, მითხრას დილობიანად რომ მე ვარ ესე და ეს კანონით როგორც არის, მე ვარ ესე და ეს პოლიციელი, ვამოწმებ მანქანას ამიტომ და მე აუცილებლად განმოვალ მანქანიდან და მან შეამოწმოთ მანქანა. ამის პრობლემა არა, უბრალოდ ეს რომ შეურაცხყოფა მომაყენოს და ხელი მკრას და თან წადիր ძედალია მირჩიოს, ეს ამის უფლება მეგონი. ნატა ძველიშვილი ჟურნალისტი აგრეთვე გახდა მოწმე ერთ-ერთი ასეთი შემოწმების და შემდეგ თვითონაც მიიქცია პოლიციელების ყურადღება. რა მოხდა შენ შემთხვევაში? მგონი ყურადღება პოლიციელების ვიდრე იმ ბიჭებმა, რომელსაც ამოწმებდა პოლიცია. მე გადავწყვიტე რომ გადამეღო. და როცა დავიწყე ფოტოების გადაღება, ამ დროს მთელი სამი ეკიპაჟი მომიბრუნდა მე და მიყვიროდნენ რომ წამეშალა ეს კადრები. მე მათ ვუხსნიდი და ვეუბნებოდი რომ ვიყავი ჟურნალისტი, მქონდა გადაღების უფლება, ჟურნალისტიც რომ არ ყოფილიყავი საჯარო ადგილებში. ჟურნალისტი რომც არ იყო, უფლება გაქვს გადაღების. უფლება მაქვს გადაღების და ვთხოვდი მიეთითებინათ ნორმაზე, რაც მიკრძალავდა მე ამ გადაღების უფლებას. ისინი უბრალოდ მიყვიროდნენ რომ წამეშალა ეს კადრები, თორე წამიყვანდნენ და დამაპატიმრებდნენ. ჩემი მეგობარი ჩემს გვერდით იდგა, ის წიღებდა, მობილურით იღებდა ისიც. მე გადავწყვიტე რომ წამეშალა ეს კადრები, იმიტომ რომ მივდიოდით მე სადღაც სხვაგან და არ მინდოდა ზედმეტი დაძაბულობა შემექმნა. ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა წაშალა კადრები, მაგრამ ამასთან ერთად მოვითხოვდი რომ წარმოედგინათ თავი ვინ იყვნენ ეს პოლიციელები და რატომ მიყვიროდნენ და რატომ ელაპარაკებოდნენ ამ ტონით მოვითხოვდი აეხსნათ და თან იქვე უთხარი რომ კივშლი ხა ამ კადრებს, მაგრამ იცოდეთ რომ უკანონო მოითხოვთ ახლა ჩემგან ამ კადრების წაშლას. და ჩემი მეგობრის მობილურში დაიწყეს სხვა ფოტოების თვალიერება. და მან უთხრა რომ ეს ჩემი პირადი ინფორმაცია და რა გინდათ აქეთგან.
ამ ფოტოებისგან. და მე ვფიქრობ, რომ ჩემზე გაბრაზებულები, იმიტომ რომ მე ვეწინააღმდეგებოდი, ასე ვთქვათ, და თხოვდი აეხსნა, რა დავაშავე და რის საფუძველზე მთხოვდნენ ამ კადრების წაშლას. მოერიდნენ, რადგან ჟურნალისტი ვიყავი და გასცეს უცებ ბრძანება, რომ დააკავეთ, ჩასვით, ეს ჩემი მეგობარი ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. მე კვლავ ვითხოვდი, რომ აეხსნათ, სად მიყავდათ, რა ბრალდებით აპატიმრებდნენ. მიიღეთ რამე სახის არანაირი, როგორც კედელს ელაპარაკო ესე, საერთოდ არანაირი ყურადღება არ მომუქცევია. შემდეგ მე თვითონ ვივარაუდე, რომ იქნებოდა თაბუკაშვილზე, ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებასთან, იქ მივედი, ისე იქ ყავდათ, მანქანაში ყავდათ. იქაც კიდევ იქ უკვე ჩართული კამერით მივედი და მზად ვიყავი, რომ მეც დავეკავებინე, იმიტომ რომ ეს კადრები ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი იყო. და იქ ერთადერთი ის მითხრეს, რომ იქნებოდა კაპეზეში გადაყვანილი და იყო დაკავებული პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. თუმცა, რაში გამოიხატა ეს წინააღმდეგობა, ვერ გავარკვიეთ. მეორე დღეს გაიმართა სასამართლო და შეწყდა წარმოება, გაამართლეს ჩემი მეგობარი. სრულად გაამართლეს. დღეს ვიყავი გენერალურ ინსპექციაში, მეც დათუნას მსგავსად დავწერეთ ჩვენება, მივეცი ჩვენება, ასე ვთქვათ და მეც ველოდები, რომ ამ საქმეს მოყვება შედეგი. ერთი კითხვა მაქვს ბატონი ირაკლისთან, თუ შეიძლება. მან ახსენა, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი შეამოწმეს აი ამ საპოლიციო კონტროლის დროს. თუ გაქვთ თქვენ ეს მონაცემები, კრიმინალი რამდენი აღმოჩნდა იქიდან და რამდენად ეფექტურია რესურსის ასე ხარჯვა, იმიტომ რომ 10 პოლიციელი 2 საათის განმავლობაში მოწდა იმაზე, რომ იხსნიდა, რომ ქუჩაში გადაღების უფლება არ მქონდა. მადლობა ნატა. ირაკლი, რა პასუხი სამწუხაროდ შინაგან საქმეთა მახსოვს ეს დეტალები, თუმცა რა თქმა უნდა დავინტერესდა და გავიცანი. პირველ რიგში ძალიან მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო იმაზე, რაც მოყდნენ ახალგაზრდები ბატონები. მე მინდოდა მეთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამწუხაროდ უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე, ამიტომ თქვენ წარმოადგენთ მართლაც თქვენ და დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი გადაცდომების არ უნდა გვეშინოდეს და რატო? იმიტომ რომ პირველი ამაზე რეაგირებას ახდენს სასამართლო ხელისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, თქვენ რო გაგამართლათ, ეს იყო პირველი პასუხი იმ არასწორ ქმედებაზე. მეორე, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე რეაგირებას მოხდეს. თქვენ გიყურებენ ახლა მათ შორის პოლიციელები, რომლებიც ამ საპოლიციო საკონტროლო ღონისძიებებში მონაწილეობენ და მათ იციან უკვე, რომ თუ ასეთი ფაქტები ექნება კიდევ ადგილი, ამაზე რეაქცია ექნება სასამართლოს, ამაზე რეაქცია ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამაზე რეაქცია გვექნება თითოეულ ჩვენთაგვას. აი ეს არის ჯანსაღის სისტემა. მე როდესაც დავასახელე ციფრი 17515 შემთხვევა და როდესაც თქვი რომ აქედან 24 საჩივარი შევიდა, თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვენ, შეიძლება 10-ჯერ მეტი იყო მსგავსი ტიპის გადაცდომა, მაგრამ ყველა საჩივარი არ შეუტანიათ. ესეც მიუთითებს, რომ სისტემა, ეს არ არის სისტემური მიდგომა, ეს არის ცალკეული პირების, პოლიციელების თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების არასწორი მოქმედება და გადაცდომა. თქვენ თუ გაცნობი ხართ რომელიმე თქვენთანგანი ბატონი იზორიას ხელმძღვანელობით ძალიან კარგი ეთიკის კოდექსი მომზადა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც მე ყოველთვის, როდესაც პოლიციელებთან შეხვედრა მაქვს, ყოველთვის მოუწოდებ ხოლმე, რომ აუცილებლად გაეცნონ, იმიტომ რომ ის უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპი საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ურთიერთობაში. თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ცეცხლსასროლი და ცივი არაღი იქნა ამოღებული, რამდენიმე ქურდობის ფაქტი გამოვლინდა, ასევე ასეულობით ნარკოდანაშაული იქნა გამოვლენილი, ზუსტად ციფრი სამწუხაროდ არ მახსოვს, საერთო ჯამში რამდენი იყო, თუმცა ეს არ იყო ერთეულები. ეს იყო სამციფრა, ასე ვთქვათ, მონაცემები იყო, რაც გავიცანი, იქ სხვადასხვა მუხლების მიხედვით არის დანაშაულები, რაც გამოვლინდა აი ამ საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების. დიდი მადლობა. კიდევ ერთი დადებითი შედეგი შეიძლება თეა წულუკიანის განცხადებაში ამოვიკითხოთ. მან განაცხადა, რომ ის ზომები, რაც გატარდა, არა მხოლოდ დროული იყო, არამედ საზოგადოების მოთხოვნაც კანონის შესაბამისად ხორციელდება ხილული დროში შეზღუდული მასობრივი ღონისძიება, ყოველდღე ასე ვერ იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რა ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს პოლიცია. დავასრულებ თუ შეიძლება გუშინ ეგრეთ წოდებული რეიდების დროს არაერთი ცივი არაღი ამოიღეს, მაგრამ მშობლებიც კმაყოფილები იყვნენ, რომ თავიანთი ახალგაზრდა ბიჭები შუა ღამეზე კი არ მივიდნენ სახლში, არამედ 12 საათზე შინ იყვნენ. უბრალოდ დამატებით ინფორმაციისთვის
ვინც რეიდს ახსენებთ, ეს არის ის კანონი, რომელიც 94 წლიდან 2014 წლამდე მოქმედებდა. რეიდი წინა კანონში აი ამ ბატონების მაშინ პარლამენტში იყვნენ და სწორედ მათ დროს არსებობდა კანონში, პოლიციის შესახებ კანონში რეიდი, ეს არის მე-9 მუხლი თუ არ ვცდები, რომლის დროსაც გაჩხრეკვის უფლება ჰქონდათ და დაკავების უფლება ჰქონდათ. ახალ კანონში, რომელიც ჩვენ მივიყიდეთ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში საპოლიციო, საკონტროლო ღონისძიებები განხორციელებისას მხოლოდ დათვალიერების უფლება აქვთ. თუ რაიმე იქნება, თქვათ, დათვალიერების შედეგად ან ნებართვის შემდგომ, როდესაც თუ აღმოჩნდა, რომ ან დანაუდეს ან იარაღი, ამის შემდეგ უკვე აქვთ მათ უკვე საპროცესო კოდექსი ამ კანონს სხვადასხვა შეიძლება მეც რომ იმას ვთქვა, რამოდენიმე სიტყვა. რა თქმა უნდა, უბრალოდ მე მინდა გავაგრძელოთ თემა. ბატონი ირაკლი იმყოფება, ირაკლი ფირცხალავა ჩვენთან, სამართალდამცველთა ლიგის ხელმძღვანელი, რომელიც აპროტესტებდა სწორედ ამ კანონის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ საპოლიციო კონტროლს, რომელიც ახლა ხორციელდება. რატომ ეწინააღმდეგებოდით თქვენ ამ კანონის მიღებას? გამარჯობათ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანამ პასუხს გაგცემდეთ ამ კითხვაზე, მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას მიმართო ჩვენი ორგანიზაციის სახელით. ჩვენ დღეს ალბათ ყველაზე კომპეტენტური პირები ვართ, აქ პოლიტიკოსები არიან წარმოდგენილები, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით შიგნიდან რა არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგადად სამართალდამცავები და ასევე ძალიან კარგად ვიცით რა წარმოადგენს დამნაშავეთა სამყარო შიგნიდან. ჩვენ დღეს ვხედავთ საფრთხეს იმისა, რომ გამეორდეს აი დაახლოებით 2008 წლიდან რაც მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროში წინა ხელისუფლების დროს 2008 წელს დაიწყო დისკრედიტაცია პირდაპირ მნიშვნელობით პოლიციის და მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პრეზიდენტის სახით მიიღო გადაწყვეტილება აი ამ პოლიციური კადრების ჩანაცვლების ეგრეთ წოდებული სპეცსამსახურებისგან შემდგარი სპეცსამსახურების თანამშრომლებით. რომლებმაც აბსოლუტურად ხო ამ ყველაფერს როგორც ჩვენ ვიცით ეწინააღმდეგებოდა მაშინ ვანო მერაბიშვილი, მაგრამ ნუ ნება იყო ესეთი და ეს პოლიციური კადრები ჩანაცვლდა აი ამ ადამიანებით. ამ ადამიანებმა მაშინ დაამყარეს ტოტალური კონტროლი ოპერატიულ მუშაობაზე სამინისტროში. შესაბამისად, ამან გამოიწვია მაშინ ის დიდი შეცდომები, აგერ არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია, ისინი ხშირად იძახიან, რომ იყო დაშვებული შეცდომები და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც მაშინ დაუშვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ ადამიანებმა ტოტალური კონტროლი დაამყარეს ამ ოპერატიულ საქმიანობაზე, შესაბამისად პოლიცია გადაიქცა რაღაც მონსტრად, რაღაც პოლიტიზირებულად. თქვენ ამ კანონს გეტყვით, აქამდე უნდა მივიდეთ. და შედეგი დადგა ის, რომ აი ხა ეს აი ამ ადამიანებისგან ძალიან ბევრი გახმაურ პროცესებზე მოწმეებად არის წარმოდგენილი, ზოგი გაქცეულია, ზოგი დღესაც მუშაობს ამ სისტემაში. ზუსტად ანალოგს ხედავთ ახლა. ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრის გუნდი რამდენიმე გამონაკლისის გარდა თელიანად არის იმ გამოცდილი პოლიციელები დაკომპლექტებული, რომლებიც 2004-5-7 წლებში, როდესაც კრიმინალის გადატეხვა მოხდა წელში საქართველოში, სრულიად ვენდობით ამ გუნდს და გვინდა რომ ამ გუნდმა წარმატებით გაართვას თავი იმ მათ წინაშე მდგარ ამოცანებს. წარმოგიდგენია თქვენ დაახლოებით კიდე უნდა ველოდოთ 7000-8000 მძიმე შემთხვევას, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან გარეთ, რომლებიც მაშინაც იყვნენ გარეთ. ამას ჭირდება გამართული პოლიციის მუშაობა და შესაბამისად ამ ადამიანებს შანსი უნდა მივცეთ. საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მინდა მივმართო და უთხრა, რომ ნებისმიერი ის ქვა დღეს რომელიც გადაგდებული იქნება პოლიციელების მხარეს აძლიერებს კრიმინალურ სამყაროს. ამიტომ გვინდა მოუწოდოთ სულ ყველას, რომ პოლიციას დაუდნენ გვერდში, პოლიციაში გამოავლინონ ის ადამიანები და ბოლოს აი ზუსტად თქვენ კითხვას გავცემ პასუხს, ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ამ კანონის მიღებას ესეთი ფორმით, იმიტომ რომ აქ არ არის კონკრეტულად გაწერილი ზუსტად ის ვადები, ის მანძილები, ის ადგილები, სადაც უნდა მოხდეს საპოლიციო კონტროლის დამყარება და ამან კიდევ ამას დაემატა ის, რომ ჩვენ
სოფლიო პოლიციის ასოციაციაში ვართ გაწერილი და ამ დღეებში ჩვენს უცხოელ კოლეგებთან მქონდა საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ახალი ხილი საქართველოში პოლიციური კონტროლი. მე მინდა მიმართო დღევანდელ ხელმძღვანელობას, რა დააშავეს იმ პოლიციელებმა, რომლებიც ესე ინსტრუქტაჟის გარეშე იქნენ გაშვებული ქუჩაში და რამდენი შემთხვევა ქეს 24 ხო ჩათვალეთ 24 პოლიციელის ცხოვრება დაინგრა. მათ გვირჩიეს ჩვენ რომ სანამ ეს კონტროლი ესეთი ღონისძიებები დაიწყება იზორიას მინდა მიმართო ის რაღაც ეთიკის კოდექსები და ესეთი რაღაცები კი არ უნდა გააცნოს პოლიციელებს. მისამი დაქვემდებარებულ აკადემიაში ჯობია რომ ჩაატაროს გააკეთოს კურსები, ტრენინგები, რომ პოლიციელები დატრენინგდნენ. გასაგებია. ამასთან დაკავშირებით მე მგონია მე ნამდვილად მქონდათ ჩატარებული პოლიციელებს, რომლებიც ამ კონტროლს ახორციელებდნენ. მეტი შიგნიდან პოლიციაზე ვიდრე თქვენ. სულ ყველა ერთად აღებული, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ შეხება პოლიციელებთან. არავითარი ტრენინგი არ მომხდარა ამ ადამიანების აი ამ ზუსტად აი ამ პრევენციულ გასაგებია ბატონო ირაკლი. ჯერ დაატრენინგო და გასაგებია. მოხდეს ამ ქუჩაში ამ ადამიანების გავშევ, იმიტომ რომ პოლიციელები წოდოები არის. ტრენინგი ვერ უშუალო. ცემაზე არ არის აქ. კარგი, გასაგებია, თქვენ ამბობთ კოდექსშიც არის გაწერილი, აქ სულ სხვა რაღაცა არის. ბატონო ირაკლი, თქვენ ამბობთ, რომ პოლიციელებმა რეალურად არ იცოდნენ და თავიანთი უფლებების შესახებ და ამას მოყვა ის, რომ მათ დაარღვიეს მოქალაქეთა უფლებები. ბატონო კახა, თქვენ პასუხობდით კიდევაც ირაკლის, თქვენ რა რეკომენდაცია გექნებოდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს? თქვენ თვლით, რომ თავად ეს პოლიციელები არიან თლად დამნაშავები იმაში, რაც მოხდა და როგორც წარიმართა ეს კონტროლი და ამან საბოლოოდ გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება. მოგესალმებით. მე ვფიქრობ ძალიან მარტივ რაღაც მარტებაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ყველა. მან ფაქტიურად იქამდე დადის ჩვენი მსჯელობა საპოლიციო კონტროლის უბრალოდ საპოლიციო ღონისძიების განხორციელების დროს პოლიციამ განუხლად უნდა დაიცვას თუ არა კანონი. რა თქმა უნდა დაიცვას და პოლიციის შესახებ კანონში პირდაპირ არის ჩამოთვლილი ის პრინციპები, რა პრინციპებზე დაყრდნობითაც უნდა ხორციელდებოდეს ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება. პირველი ფუნქცია და პრინციპი პოლიციის არის ადამიანის უფლებების დაცვა. ჩემი სიტყვები არ არის ეს წერია ამ კანონში, რომელიც 2013 წელს იქნა პარლამენტის მიერ მიღებული. და ასევე მნიშვნელოვანი პრინციპია თანაზომიერების პრინციპი, რომ საპოლიციო ღონისძიება უნდა წარიმართოს და ნებისმიერი ღონისძიება უნდა განხორციელდეს ისე და იმ ჩარევით, რაც აუცილებელია კონკრეტული მიზნის მისაღწევად და ამას გადაცილება უკვე ცხადია და არღვევს ადამიანის უფლებებს. რაც შეეხება ტრენინგებს, კი, ცხადია, რომ ტრენინგები აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ტრენინგის არ ჩატარება ეს ვერ იქნება მხოლოდ საკმარისი ახსნა იმისა, თუ რატომ ხდება ეს. მე მინდა რომ ბატონ გელას დავეთანხმო იმაში, რომ მთავარი ჩემის აზრით არის როგორ რეაგირებს სისტემა ამ ტიპის დარღვევებზე. ალბათ ჩვენ ვერასოდეს ვერ მივაღწევთ იმას, რომ გამოვრიცხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე თანამშრომლისგან, რომ სამინისტრო არის ათასობით თანამშრომლით დაკომპლექტებული, რომ არასოდეს ისინი არანაირ გადაცნობას არ ჩაიდენენ, მაგრამ როგორი რეაგირება მოხდება ამ დარღვევებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უკვე წარმოჩინდება სისტემის მზაობა და დამოკიდებულება ასეთ ინფორმაციისადმი. და გუშინდელი განმარტება მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის, რომ გენინსპექცია სწავლობს ამ საკითხს. დღესაც ყველა გენინსპექციაზე ვსაუბრობთ. მაშინ, როდესაც პოლიციის შესახებ კანონი თუ იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც ნორმატიულად არეგულირებენ ამ საკითხს, ძალიან ნათლად და პირდაპირ და არაურაზრუნოდ ამბობენ, რომ როდესაც ვრცელდება ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ პოლიციელის მხრიდან, მაშინ გენინსპექცია კი არ უნდა სწავლობდეს ამას უნდა სწავლობდეს და იძიებდეს პროკურატურა. გენინსპექცია სწავლობს მხოლოდ ეთიკის კოდექსის და დისციპლინური სამართალწარმოების დარღვევის შემთხვევებს. ყველა უკაცრავად და თუ სისხლის სამართლებრივი ხო უნდა დადგინდეს. კი, მაგრამ როდესაც უკაცრავად ბატონო ირაკლი, როდესაც 50 თუ არ ვწდები, აქაც დაგეხმარებით. თუ არ ვწდები 59 შემთხვევაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ რა შემთხვევებიც გვაქვს? თუ არ ვწდები მონაცემებში, ეგ მონაცემი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რა მონაცემიც გვაქვს, არც ერთი აღძრული საქმე ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის
საფუძველზე დაწყებული გამოძიება სათანადო შედეგი. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია საზოგადოებაში არ მიცემულა არა, თორე გამოძიების დაწყება თავის აქ იყო საუბარი იმაზე, რომ საზოგადოება თუ შეიძლება იმ მომენტსაც გავხსენ კითხვას, ანუ როგორ უნდა დაიწყოს პროკურატურამ ძიება, თუ არ ვიცით თავიდან რა საქმესთან გვაქვს, რასთან გვაქვს საქმე, ხო? როდესაც ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი რაც დღეს საუბრობდით, რომ ან პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა მოქალაქეებს. ეს შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, როდესაც ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამას სჭირდება გამოძიება პროკურატურის მხრიდან. ეს პირდაპირ წერია ძალიან ნათლად ჩვენს კანონმდებლობაში და როდესაც აი ამ ნათელ და რეგულაციის დაცვა არ ხდება, მაშინ ძალიან რთულია. რო არ შემეშალოს 49 თქვი და რო არ შემეშალოს უბრალოდ გავასწორებ მონაცემს 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით 29 პირი თანამშრომელი იქნა სისხლის სამართლების პასუხისმგებაში მიცემული. მადლობა ბატონო. შინაგანი საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მადლობა ბატონო ეკრე. გთხოვთ ჩვენ სხვა სტუმრებსაც მივცეთ საუბრის საშუალება და შემდეგ დაგიბრუნდებით აუცილებლად. ხო, ამ ეგრეთ წოდებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა უფრო მეტად დააზარალა პოლიცია ვიდრე კრიმინალური სამყარო, ხო? ნუ ახლა თქვენ 54 სისხლის სამართლის საქმე არ აღძურა. ეს არის 50 ამ ახალ პერიოდზე საუბარი გამიმეორე და კი ბატონო, აი ხა ამ რეიდებზე თქვენ თვით 17 ხო თუ რამდენი შემთხვევა? რამდენი შემთხვევა თქვით ამ აი ამ 4 დღეში? 24 საჩივარი, ხო? 24 საჩივარი და ჩათვალეთ, რომ 24 კრიმინალი არ არის დაკავებული, 24 პოლიციელი თავისუფლად შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან. ამას ვიძახით ჩვენ ზუსტად ამ ხალხს ჭირდება მომზადება. კახი სულთან ერთად გავაგრძელოთ ეს თემა. ბატონ ირაკლი ამბობს, რომ ამ შემოწმებით ამ კონტროლით უფრო მეტად პოლიცია დაზარალდა ვიდრე კრიმინალური სამყარო. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ღონისძიებებს და შედეგებს, რომელიც ჯერჯერობით სახეზე გვაქვს? ესე ვიტყვი, რომ ფაქტობრივად არის დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, რომ იყოს კაფეო გზავნილი ხელისუფლებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულს ებრძვის პოლიცია, ქუჩას აკონტროლებს პოლიცია და არა მაყურებლები. ამიტომაც ჩემი აზრით საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონით დადგენილი ამოცანის შესრულება, რაც ნიშნავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. თუმცა ეს არ უნდა იყოს საჩვენებელი ღონისძიება. საჩვენებელი ღონისძიება თუ თქვენ აჩვენებთ ტელევიზორში იქნება, თუ არ აჩვენებთ არ იქნება. საჩვენებელი ღონისძიება როგორ შეიძლება ხა? როდესაც არის კანონში თეა წულკენის განცხადებას, რომელიც წავიკითხე, მან თქვა ასეთი რამ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რა ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდა პოლიცია. აი საკონტროლო პოლიციის საკონტროლო უზრუნველყოფა და ღონისძიებების გატარება ეს არის ერთ-ერთი მეთოდი პრევენციულად დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ახლა ბატონმა ირაკლიმ არიცოდა კონკრეტული სტატისტიკა, მე დავინტერესდი უბრალოდ ზოგადი სტატისტიკით 300 პიროვნება იყო გამოვლენილი ამის შედეგად, ვინც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ამავდროულად მანქანით მოძრაობდა 150 გუშინდელ საკონტროლო ღონისძიების შედეგად. ეხლა რა ხდება? ერთის მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კრიმინალი გაიზარდა და ქუჩას აკონტროლებს უკვე დამნაშავეთა სამყარო, მეორე მხრივ ვიძახით, რომ იცით რა, აი პოლიცია საერთოდ არ უნდა გამოჩნდეს. ახლა ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების როლში ვერ იქნება პოლიცია. მეორეა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები, თქვენ მასმედია უნდა იყოს გარანტი და უნდა ვუზრუნველყოთ, რომ პოლიციამ თავად არ დაიწყოს კანონის დარღვევა, თუნდაც მაშინ, როდესაც მოსახლეობა მას მიმართავს დახმარებისთვის. იმიტომ რომ დღეს ჩვენ გავდივართ აი ძალიან ვიწრო ზოლზე. აქეთ თუ დავიწყებთ ყველაფერში პოლიციის გამართლებას, ჩვენ მივიღებთ უდიდეს მონსტრს, რომელიც ნამდვილად გაგაჩერებს და კეფაშიც მოგარტყავს თუ რაღაც არ მოეწონა შენი სახე, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ჩვენ ყველაფერზე ვაივუი ავტეხეთ, ჩვენ გაგვიძლიერდება დამნაშავეთ სამყარო. ამიტომ ახლა დღეს საუბარი იყო ტრეინინგებზე, ხო? როდესაც ადამიანი იწყებს პოლიციაში მუშაობას,
იმან რა თქმა უნდა იცოდეს კანონი პოლიციის შესახებ, მან უნდა იცოდეს სისხლის სამართლის საფრთხის კოდექსის მოთხოვნები, კანონი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ, სადაც ნათლად წერია ის უფლებამოსილება, რომელიც უნდა გააჩნდეს პოლიციელს. ახლა რომ არ შეიძლება უზდელურად გაჩერება, უზდელურად მიმართვა, შეურაცხყოფილად მიმართვა, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ. ახლა ეს ხომ ფაქტია, ამას ტრეინინგი არ ჭირდება, მაგრამ ამავდროულად ვეთანხმები, რომ როდესაც ასეთი კომპლექსური ახალი ღონისძიება ტარდება, ჩემი აზრით საჭიროა რამოდენიმე დღით ადრე სპეციალური ინსტრუქტაჟის ჩატარება, რომ ამ შემთხვევაში არ მოხდეს კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, რომელსაც აქვს იარაღი და შესაბამისი უფლებამოსილება, არ მოხდეს ამ თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. და თუ მოხდა უფლებამოსილების გადამეტება, აუცილებლად თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებში უნდა იყოს ამ ფაქტების გამოვლენა. იმ შემთხვევაში თუ არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული ნიშნები და არის დისციპლინური გადადგომა, ამაზე რეაგირება თქონდა, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება მოქმედების, რომ ჩვენ მივიღოთ ჯანმრთელი ჯანსაღი საზოგადოება. ახლა როდესაც თქვენ საუბრობთ, იცით, მეორეს მხრივ, აი ყველაფერზე ნეგატივით უყურებ, მეორეა რომ ჩვენ თავად თანამშრომლობთ პოლიციასთან. მაგალითად მე ბევრი მომენტ შევწრები ვარ, როდესაც ჩხუბია გარეთ. იწყება ჩხუბი და როდესაც ვიღაცა საუბრობს იმაზე, რომ აი გამოიძახით პოლიცია, არაუშავს ახლა პოლიცია წაიყვანს და საბოლოოდ რით იმთავდება ყველობით, ხო? ან დაჭრით. ამიტომაც თავად საზოგადოება უნდა იყოს მომწიფებული იმისთვის, რომ კანონის ფარგლებში ითანამშრომლოს პოლიციასთან იმ შემთხვევაში, რომ თავიდან იქნეს აცილებული ერთის მხრივ, რაც ყველაზე მთავარია, დანაშაული და მეორეს მხრივ გაიხსნა დანაშაული. რამდენად მოუნდება საზოგადოებას პოლიციასთან თანამშრომლობა, მით უმეტეს ასეთი ღონისძიებების მერე. და იმსგავსება პოლიციას და არა ზემოდან მაყურებელს, როგორც იყო. მაშინ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას უნდა იგრძნოს, რომ პოლიცია არის მისი ნაწილი და არა მისი ზედამხედველი. რამდენად მოუნდება საზოგადოებას თანამშრომლობა ასეთ პოლიციასთან? აი სწორედ ასეთი ღონისძიებებით, ასეთი კონტროლით ხომ არ ხდება ისეთი დისკრედიტაცია პოლიციის სამართალდამცველების, რომ საზოგადოებას არანაირი სურვილი აღარ გაუჩნდება მასთან თანამშრომლობის. შემთხვევაში უნდა ითამაშოს პოლიციასთან, იმიტომ რომ ის მოვალეობა, რომელიც პოლიციას აკისრია კრიმინალის გამოსახულების დაცვას, იმდათ მნიშვნელოვანი მოვალეობაა და ჩვენ ვნახეთ თქვენს რეპორტაჟში. რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა მოსახლეობა პოლიციასთან არ თანამშრომლობს, რომ ეს სხვა რაღაცები გვერდზე უნდა გადავდოთ და ეს ყოველს მოვალეობა რომ პოლიციასთან თანამშრომლობს. ერთი პატარა დაზუსტება ამ სპეციალური საპოლიციო კონტროლის კანონზე, ვიდრე თავად თემაზე გადავალ. მართლა არის მუხლი 24, რომელშიც წერია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ჩადენილი ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალ დარღვევა. ეს არის პუნქტი 1 და პუნქტი 5. სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიცია დახჭურული უნდა იყოს ფორმის ნაცნობაზე დამაგრებული ჩართული ვიდეო განმგრევი ტექნიკით. ეს დეტალია რომლებზეც ჩვენ საუბრობდით. კაი, ეს ნუ მაინც ასე თუ ისე უნიშნელო დეტალია არამედ ვალდებულია რომ ეს შესაძლოა. გასაგებია. მოდი თავარ თემაზე ვისაუბროთ. საერთოდ რატო დადგა დღის წესრიგში ეს აუცილებლობა რომ ერთის მხრივ ჩატარდეს სპეციალური საპოლიციო კონტროლი, ხოლო მეორეს მხრივ გამკაცრდეს კანონმდებლობა, ხო? თუ ჩვენ შევხედავთ ოფიციალურ მონაცემებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსი დღეს დანაშაული დონე განახევრებულია 2012 წელთან შედარებით. ანუ 25% დაიკლო 2013 წელს, 17% დაიკლო 2014 წელს. ანუ არის ის ნახევარი, რაც ხდებოდა 2012 წელს. თუ დანაშაულის დონე 2 წელიწადში გავანახევრეთ, ეს არის უდიდეს წარმატება და ჩვენ უნდა ვასწავლოთ ლანჩემ სოფლის როგორ მოიქცნენ და ამ შემთხვევაში პრობლემა ის უნდა იყოს როგორ გავამკაცოთ კანონმდებლობის კანონების უფრო შემსუბუქებაზე, იმიტომ რომ 2 წელიწადში დანაშაულის განახევრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფაქტობრივად დანაშაულის პრობლემა აღარ გვაქვს. არა, თქვენ უკვე დაამყარეთ. ნუ, როცა უკვე სოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, ახლა რა თქმა უნდა შეიძლება ამ რეკორდს გაუჯობებასაც ეცადო, მაგრამ ნუ შეიძლება უფრო თქვა სხვა პრიორიტეტებს აერჩიო, ხო? თუ რა თქმა უნდა გვჯერა იმ ინფორმაციის, რომელსაც შეიძლება გიკვირთ საზოგადოებასთან. არა, თქვენ სოფლიო საზოგადოებასთან განწყობების გათვალისწინება შეიძლება გიკვირთ. არა, თქვენ სოფლიო რეკორდი დაამყარეთ. რეკორდი დაამყარეთ 2011 წელს. ვიყავით სოფლიო სამეულში. ორგანიზაცია თქვენთან არ თანამშრომლობდა. ევროპაში პირველ ადგილას პატიმრების რაოდენობით. წელზე პასუხს ვერ იღებდით. და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ მოქალაქეს უსმენს. არის ძალიან გახსნილი. მოქალაქეს უსმენს, რაგაგები, არასაკუთრებულ ორგანიზაციებთან ერთად თანამშრომლობს და
თუ საზოგადოებაში დაინახა რომ არის ნეგატიური განწყობები, იმაზე რეაგირებს და რეაქციას ახდენს. თქვენ გიკვირთ, მაგრამ კარგი, ფაქტია. ბატონ პავლესაც უნდა კომენტარი და მე უკვე გადავალ ბატონ ალიკოსთან და ბატონ ზიათთან. პირველ რიგში პირდაპირ მიიღებთ ბატონ შოთას ნამდვილად არ ვთქვამს რომ დანაშაული ქვეყანაში განახევრებულია. ის უბრალოდ დაშვების დონეზე თქვა და მაგ შემთხვევაში თუ ამბობთ რომ განახევრებულია დანაშაული, რატო ამკაცრებთ იმ ღონისძიებებს, ამას საუბრობ და უბრალოდ არ დააცალეთ საუბარი. მეორე რაც მინდა ვთქვა იმაზე რომ თურმე ძალიან ცუდი კანონი იყო და რაღაც ისეთი ეწერა, კი ეწერა ნამდვილად რომ როდესაც კონკრეტული დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით არის ეჭვი, იქ შეიძლება იყოს გამოყენებული ისეთი ღონისძიება, რაც უკავშირდება კონკრეტულ ადგილას, ლოკალიზებულად მსგავსი ღონისძიების ჩატარებას. ეს იყო სწორი, ეს იყო ცუდი ფაქტები, ეხლა მოვისმინეთ რამოდენიმე წუთის წინ. რამოდენიმე წუთის წინ და ახლა მაგაზეც ვიტყვი აუცილებლად, რაც მე ვფიქრობ, რომ თქვენ მით უმეტეს არ უნდა საუბრობდეთ ამაზე. თავარი რაც შემიძლია რომ ვთქვა, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად თქვენ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ადანაშაულობთ პოლიციელებს, მუდმივად გქონდეთ პრობლემები იმაზე, რომ პოლიციელები ბრალია რაღაც ცუდი და სამაგიეროდ გამოგხავდეთ, რომ კრიმინალი არის მდგომარეობაში. მაგაცია საუბარი. ის რაც მოხდა იყო კრიმინალი. ერთი რამე შეიძლება ვთქვა და აქ გამოგხავდება. არის დაკავებული კონკრეტული წელი გავიდა. არის დაკავებული მაგ საქმეზე ვინ? არავინ არ არის. არავინ არ არის. ორი წელია ვერაფერი ვერ დაამტკიცე და შეეშვით სპეკულირებას. არავინ არ არის. შეეშვით მაგას სადაც არა გაქვთ კონკრეტული ფაქტები, უნდა შეეშვათ ამაზე საუბარს და პირიქით უნდა თქვათ რომ კრიმინალს ჭირდება დღეს მოთოკვა ამ ქვეყანაში და მთავარია ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები. როდესაც ვახსენებთ ბუტარობაქიძის მკვლელობას და ამით გვინდათ რომ გავამართლოთ ის რაც ხდება ვაკეში, სროლები და ერთმანეთის დაჯგუფებების მიერ ერთმანეთის ხოცვა, ეს არის არასწორი მეგობრებო. თუ ერთი მკვლელობა იყო არასწორია, ესეთივე არასწორია ის რაც დღეს ხდება, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შუა ვაკეში იარაღით ირბინოს და თანატოლები მოკლას. რითი გინდათ გაამართლოთ იმ ახალგაზრდების მკვლელობა, გინდათ გაამართლოთ რაღაც რაც ადრე ხდებოდა. ნუ გააკეთეთ. ეს არ არის სამეცნიერო. არა, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ მაშინ უკაცრავთ. ერთი თქვენთვის არ მომი. აი ეს არის იგივე საკითხი. იგივე ამაზე რომ საუბრობ და მეორე აი მორალურ უფლებაზე ნამდვილად არ უნდა საუბრობდეთ. თქვენ რომლებაც ხალი მიზნისთვის იყენებ. ხარი დაუჭერეთ იმ ამინისტიას, რომლითაც გამოსულმა ადამიანებმა ბავშვი გააუთავეს, ახალგაზრდა მოკლეს. აი ეს ყოველს ამბობ, იმ ამინისტიას შენმა ვანომერაბიშვილმა ისარგებლა და შენმა ახალაიანის ისარგებლა. ამ ადამიანები ეს ადამიანები არიან გარეთ, რომლებმაც ბავშვი დააუთავეს და კიდე ერთხელ, ამიტომ მორალურ უფლებაზე ბატონერად დიდი ბოდიშს მოხდით რა. თქვენ ნამდვილად არ გაქვთ ამას საუბარი. მადლობა ბატონ პავლე, როდესაც აუცილებლად მოვა ხალბატონო ეკათხენამდე მინდა ბატონ ალეკოს და ბატონ ზიათს მივცე საუბრის საშუალება და შემდეგ მოვა. არა და რეაქცია, ირაკლი, იმიტომ რომ ამით ამართლებ, ამას ამბობ რომ აი წინა წლებში როგორ ხდებოდა, ამით გინდა გაამართლო. ჩემთან ვსაუბრობ ამას, საზოგადოებას ვსაუბრობ. არა, პოლიტიზირებას კი არა, ფაქტია როგორ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება გვაქვს. ირაკლი ფაქტებია ეს ყველაფერი. როდესაც საუბრობ იმაზე, რომ ვიღაცა ხატავს სურათს, არ არის დახატული სურათი შუა ვაკეში გარდაცვლილი ახალგაზრდები, არ არის დიჯეის მკვლელობა დახატული სურათი, არ არის დაუკავებული ბავშვის ხელები. ხო და ეს ტრაგედიაა და ამას თვალი უნდა გაუსწორო. მე კი არ უნდა მეკამათო, უნდა იზრუნო იმაზე, რომ კრიმინალი მოკლობით. ეგ არის თავი. და შენი მიზანი ეხა არის, რომ როგორმე ცითი გაიშვირო, სხვისკენ არ გამოგივა ირაკლი ეს. ქვეყანაში სხვა სიტუაცია არის. ბატონ პავლე, ხალბატონ მიხედე. თიც კი არა, აღარ აი ეგ არის, რო არ იყო კარგია, ამიტომ მიხედე კრიმინალს და იმას მიხედე. მადლობა ბატონ პავლე, ხალბატონ ეკას მიცეთ კომენტარის საშუალება. არ გეტყობა ბატონო, კი ბატონო. ეხა ერთი წამი ორივე გაჩერდით. მოკლე კომენტარს გავაკეთებ და მინდა რაღაცნაირად აი გამოვეხმაურო ამ ისტორიებს. პავლე ხა გაბრაზდება, მაგრამ ცოტა ხანი არ ჩამერია. ჩემთვის გაცილებით სარწმუნოა, იცი ზუსტად რასაც ვიტყვი. გაცილებით სარწმუნოა ჩემთვის იმ ისტორიებზე მეტად ვიდრე ხა ვისმენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან შეფასებებს. აი რაზეც დათოლაპარაკობს. ბექა ხო? აი თქვენ რასაც ყვებით. ჩემთვის ეს სარწმუნოა. მე ეს ძალიან მაღელვებს. და ეს ფაქტები, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ესეთ ფაქტები რადგან ხდება, რადგან ყვებით, მე არა მაქვს იმის დავშვება, რომ თქვენ ახლა ცრუობთ. ამას პირველ რიგში რა თქმა უნდა ჭირდება გამოკვლევა, გამოძიება, დადგენა, რეაგირება და ვინც ამ დარღვევებს ჩადის, ბუნებრივია ამას შესაბამისი გადაწყვეტილებებიც უნდა მოყვეს და მოყვება.
აი რაზეც კახა ეხა საუბრობდა, ეს არის ყველაზე მთავარი სიმპტომი. რას აკეთებს სახელმწიფო, როდესაც ხდება ასეთი გადაცდომა. როდესაც ხდება დარღვევა. ის თვალს ხუჭავს და ამბობს, რომ არაფერი არ მომხდარა და იწყებს იმ ტიპის ფალსიფიკაციას, რაც ხდებოდა გირგვლიანის საქმეში, თუ იწყებს ამაზე რეაგირებას და 111 ადამიანი იყო გათავისუფლებული, 112 და 113 ჩდება. სახელმწიფო თუ უნდა შედგეს, ის იქცევა ისე, რომ ამ ფაქტებზე რეაგირებას ახდენს და თქვენ რომ გეძახიან და წერთ ამ ჩვენებებს, მე ვხედავ სწორედ ამ ტენდენციას, რასაც მე ვერ ვხედავდი იმ წლების განმავლობაში, როდესაც აი როგორც გელა წერდა წერს დღეს ძალიან ბევრ საჩივარს და წერდი წლების განმავლობაში ესეთ საჩივრებს, არ მახსოვს არც ერთი ფაქტი. გელა სასამართლოს რამდენჯერ მიუღია? არც ერთი ფაქტი არ მახსოვს, როდესაც აი მაგალითად 15 ივნისს, როდესაც აი ესე პლაკატებით მდგომი 99 ახალგაზრდა და მათ შორის რამდენიმე თქვენი კოლეგა ჟურნალისტი სასიკვდილო ცემეს და სისხლის გუბეები იდგა და შეათრიეს პოლიციის სამმართველოში, არც ერთი არ დაუკითხავთ, არც ერთზე რეაგირება არ მომხდარა, ყველა გადაიყვანეს ქალაქის სასამართლოში გვერდით და ყველა დააჯარიმეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს იმ ნაცემ ნაბეგ ადამიანებს. არ მახსოვს ასეთი არც 6 მაისს, როდესაც მათ შორის თქვენ კოლეგას ყური ჩამოხეული ქონდა და სნაიპერები ესროდნენ აქციის მონაწილეებს. კი, გარეთ რო ვიდექით, მეც იქ ვიდექი, არსად არავინ შედიოდა. 6 მაისს გარეთ ხომასურიძე არსად არ შედიოდა, თვალი რო დათხარეს, არსად არ შედიოდა. ეს იყო დემორალიზება იმ პოლიციის სისტემის. ამაზე საშინელს ვერაფერს ვერ გაუკეთებ პოლიციის სისტემას, როდესაც კოლექტიურად აგინებინებ ერთ ადამიანს, კოლექტიურად ეძახის ერთი ადამიანის სახელს, ეს არის დემორალიზება მთელი სისტემის. ჩვენ დღეს რა მივიღეთ? პოლიციელი, რომელიც დღეს მე რასაც უყურებ, ადამიანი, რომელმაც გამოვიარე ის პერიოდი და გამოვიარე ის პოლიცია, რომელიც ზუსტად ქუჩაში სპეცოპერაციას ატარებდა და ბაზაგაშვილის ისტორია საკმარისია და ნათლუხის სპეცოპერაცია, მე მგონი საკმარისია. გამოვიარეთ ეს დღეს ხედავ პოლიციას, ეხლა მოგიყვები მაგას, მოგიყვები მაგას. კი, მოგიყვები ბევრი ისტორია შემიძლია მოგიყვები. და ნახეთ დღეს დეპოლიტიზირება ამ სისტემის, სადაც პოლიციელი იწყებს მოქალაქის უფლების დაცვას. პოლიციელს ხედავთ, რომელიც ოპოზიციის იმ ლიდერს, რომელიც მას მოღალატეს ეძახის, იცავს და მე ეს მომწონს. მაგრამ იქნება დარღვევები, იქნება გადაცნობები, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც დანაშაული არ ხდება. არ არსებობს სახელმწიფო, სადაც პოლიციელი არ ჩადის ამ გადაცნობას, მაგრამ ამას ჭირდება რეაგირება. აი, როდესაც დათოს მაგალითზე, ბექას მაგალითზე, ამას რეაგირება მოყვება, ეს არის პრევენცია. ამით ვიცილებ ჩვენ თავიდან და ბოლოს ამინისტიაზე აუცილებლად უნდა ვთქვა. როგორ შეიძლება საერთოდ ამ ჰუმანურ აქტს ესეთი ომი გამოუცხადო? ვინც ამას აკეთებს, იმან თავის თავს რასაც უნეებს, იმაზე მეც ახლა მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს იყო, ჯერც ერთი ამინისტიის აქტში არ იყო არც ერთი ძალადობრივი დანაშაული შეტანილი, არც ყოლობა, არც ყაჩაღობა, არც ძარცვა და არც ამდაგვარი დანაშაულებები. 8,000 არც ერთი არ იყო. ყველა იყო უკვე. გათავისუფლებულებში არ იყო. 8,729 მოიცერთ წოდდება. შეუმცირდათ სასჯელი. ამიტომ გამოვიდა ეს ხალხი გარეთ შეუმცირდა და შეეხო. რამდენი გამოვიდა, რამდენმა ჩაიდინა განმეორებით. 8,729 ადამიანი გათავისუფლდა ამინისტიით. შეეხო სასჯელის შემცირება სხვა დანარჩენს, ვინც გათავისუფლდა. აქედან ზუსტად 2013 წლის განმავლობაში და აქვე მინდა შევეხო იმ ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსების გამონათქვამის სისწორეს ამოწმებდა და თავად ამბობდა ტყუილს. იანვარში დაიწყო დათვლა ამინისტიით გამოშვებული პატიმრების, როდესაც იანვარში, როდესაც ვეტო დაედო ამინისტიის კანონს, იანვარში შევიდა ძალაში და ამის შემდეგ დაიწყო გათავისუფლების პროცესი, რომელიც მთელი წელი გაგრძელდა და ვერაფერ დაითვლიდა იანვარში ამინისტიით გათავისუფლებულთა რაოდენობას. ეგ იყო ერთ-ერთი ტყუილი, რომელიც სხვათა შორის იმ თქვენმა მონათესავე ორგანიზაციამ 8,736 მჟავდებული გათავისუფლდა და აქედან 523-მა 2013 წელს განმეორებით ჩაიდინა დანაშაული, ეს იყო 6%. 8,200 ადამიანი განაგრძობდა ცხოვრებას. იმ ამინისტიის აქტით ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და 650-ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი იყო ციხეებში ბოლო პერიოდში.
მადლობა, ქალბატონო ეკა. პროცედულად და ამის და დაბოლოწინებაა და ერთი წლის თავზე, როდესაც დინამიკას დავაკვირდით, 10000 ერთეულით იყო ნაკლები დანაშაული ჩადენილი. გასაგებია. და თქვენ როდესაც საუბრობთ სოფლიო რეკორდზე, აი სოფლიო რეკორდი დავამყარეთ თქვენი ხელისუფლების პერიოდში, როდესაც პირველ ადგილას ვიყავით ევროპაში. პატიმრების რაოდენობით და სოფლიო სამეულში იყო საქართველოს პატიმრთა რაოდენობა. მადლობა. მოკლედ, გთხოვდა ქალბატონ ელენეს უნდა გთხოვო კომენტარი. აშკარად ჯობია რომ პირველ ადგილზე იყო პატიმრების რაოდენობით და არ იყო პირველ ადგილზე პირველობის რაოდენობით და აშკარად დანაშაული გამოარია აშკარად მაკეტზე გავაკეთებ ეს ქალბატონ ეკას დავკვირდი რომ არ ჩავეჭებოდი და შევასრულე ეს პირობა ძალიან მოკლედ დანაშაული რო ჩაიდინეს იმიტომ დაიჭირეს ხელისუფლება მაინც არ აბა ისეხი დანაშაული არ ხდებოდა თუ დანაშაული არ ხდებოდა პირველ ადგილზე როგორ ისევ და ისევ ციფრების მანიპულირებას მიმართოს და ისაუბროს რომ ეს არაფერია გასაგებია ერთი ადამიანი ხო დაიჭირე პოსტფაქტუმ დაიჭირე გასაგებია ბატონო ქალბატონ ელენესთან გადავდივართ იძახენ ვაფშე არ ხდებოდა დაგიბრუნდებით ბატონო მადლობა ქალბატონო ელენე ნუ მიკითხავ ციფრებს რომ აი ეს ქალბატონო ელენე თქვენ მადლობა ქალბატონ ელენეს მოусმინოთ მადლობა ბატონო ერეკლე ქალბატონო ელენე თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვა ორგანიზაციებთან ერთად აგრეთვე რეკომენდაციებით მიმართვა გადაწყვეტეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თქვენ შეხვედრაც კი შესთავაზეთ მათ ჯერჯერობით ეს შეხვედრა არ შემდგარა რა არის თქვენი რეკომენდაციები რის თქმას აპირებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მე მგონია ზოგადად დღევანდელი დისკუსიაც და საერთოდ ქმედებებიც შიც გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ პრობლემა არ არის სწორად განსაზღვრული. დღეს ჩვენ გვაქვს არა პოლიციური პრობლემა, არამედ პოლიტიკური პრობლემა. ის რაც ხდება, ეს არ არის პოლიციის არაეფექტურობის ბრალი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ამან შეიძლება შეგვიყვანოს ჩვენ შემდგომ მერე ციკლში პრობლემების, მაგალითად იმ სახის მოქმედებებით, როდესაც მასიურად პოლიცია ეხება დღეს ეგრეთ წოდებული რეიდების სახით მოსახლეობას, ამან შეიძლება გაართულოს უკვე პოლიციასთან ურთიერთობა, მაგრამ პრობლემა არ არის პოლიციური. პრობლემა არის დავიწყებ იქიდან იმითი, რომ სხვა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც ეწინააღმდეგებოდა იმ მასიურ ამნისტიას, რომელიც განხორციელდა ეს ერთი. მეორე გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ უნდა შევეგო და გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალს. მესამე ჩვენ ნახეთ რეაგირება და დღემდე უსმენთ რეაგირებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის იმაზე, რომ რაღაცა ტიპის ძალადობა კი ცუდია, მაგრამ ნუ ესენი ხო იმსახურებენ და ხალხი გაბრაზებულია, ანუ ძალადობის კულტივირება ხდება. მეოთხე ტიპის რეაგირება არის დღესაც რომ იცით რომ კრიმინალი ყველგან არსებობს მეხუთე ტიპის ანუ პოლიტიკური გზავნილი კრიმინალის მიმართ არის არა ის რომ ჩვენ როგორც მთლიანი ხელისუფლება მთავრობა დღეს ებრძვის კრიმინალს აღიარებულიც კი არ არის ეს პრობლემა და მეხუთე პრობლემაა რომ როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ მაგალითად იქ იმის გამო რომ წინსწრები დასკვნები არ გავაკეთოთ მთელი წლის განმავლობაში არც ერთ შეკითხვაზე არ მეგვიღია პასუხი არც ერთ წერილზე არ მეგვიღია პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვთხოვთ რომ სურათი მაინც დავადგენოთ სწორედ იმიტომ რომ არ იყოს ისტერია, არ იყოს მანიპულირება მედიის თუ ვიღაცის პოლიტიკური ძალის მხრიდან, ვთხოვთ რომ სრულყოფილად ვისაუბროთ იმ სტატისტიკურ სურათზე, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვაჯამებთ ციფრებს, არ ჯდება უბრალოდ სურათი. ამაზე როცა ვწერთ რომ გითხარით, რატო არ გამოდის ციფრები, რატო არ ემთხვევა ერთმანეთს, პასუხს არ ვიგებთ. როდესაც ვეუბნებით, მოდით შევხვდეთ, ჩვენთან ნუ მოხვალ, ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ჩვენი ორგანიზაციის ინტერესი, სხვა ორგანიზაციაში წავიდეთ, თქვენთან მოვალ. ვისაუბროთ, რომ არის ეს პრობლემა თუ არ არის. დღეს ჩვენ გვესმის, რომ პრობლემა არ არის, მაგრამ თან რაღაცა ღონისძიებებს ვიღებთ. ამიტომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ნების და პოლიტიკური პრობლემა. ხო, როდესაც 17 მაისს დაინახავს კრიმინალი კადრს, როგორ პირდაპირ ეთერში ხდება ძალადობა და პოლიცია უბრალოდ გარბის და ვიღაცა გაყავს და არა აღკვეთს ამ ძალადობას. და შემდეგ არავინ ამაზე არ დასჯილა. ან მაქსიმუმ ან ძალიან მას ზუსტად ამას ვამბობ, რომ პოლიციელია დღეს დარტყმის ქვეშ, როდესაც ის ვერ აკავებს და ვერ სჯის, ან მაქსიმუმ 100 ლარი შეუძლია დააჯარიმოს პირდაპირ ეთერში ჩადენილ დანაშაულზე ადამიანები რაღაცა სხვადასხვა პოლიტიკური დაკვეთების გამო, ან ნაციონალების ცემაზე თუ რეაქციაა, რომ ნუ ცუდია, მაგრამ ხო იმსახურებენ და ასე შემდეგ რაც ჩამოვთვალე. ეს ქმნის ამ კლიმატს და არა ის, რომ რომელიღაცა პოლიციელი ვერ ასრულებს რაღაც ოპერატიულ დავალებას. დიდი მადლობა ქალბატონო ელენე, ბატონო ზვიად. მოვედით თქვენ ამდენს ბატონო ზვიად, როდესაც საუბარია კრიმინალის გაზრდაზე, მუდმივად ისმის პრეტენზიები ამნისტიის კანონის მიმართ და აგრეთვე ახსენებენ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებმაც შეწყალებითაც დატოვეს საპატიმრო. ბატონ არეკოსთან აგრეთვე ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ აჩენს იმ პრობლემას, რომ შესაძლოა შეწყალების პოლიტიკაც მათ შორის გადასახედია? ახლა ეს უშუალოდ შედის თქვენს
კომპეტენციაში? აუცილებლად მაგ კითხვაზეც გავცემ პასუხს, თუ მხოლოდ მაგით არ შემოვიფარგლებით და აი ამ პრობლემას, რასაც ახლა დღეს სტუდიაში მიდის საუბარი და რაზეც გაცილებით უფრო ფართო აუდიტორიებში გარეთ საზოგადოებაში მიდის საუბარი ბოლო ხანებში, რა თქმა უნდა, ეს არც პოლიციური პრობლემაა და არც პოლიტიკური ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემაა და მართლა ის უნდა დავინახოთ ჩვენ რა არის სათავე იმისა, ერთი მხრივ რატომ არის ასეთი მაღალი ფონი აგრესიის ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ სახელმწიფოში და რა უწყობს ამას ხელს და რატომ შეიძლება რომ მაგალითად ისეთი ტიპის ჰუმანურ აქტებს, როგორიც არის ამნისტია, როგორიც არის შეწყალების აქტი, შეხედო ეჭვის თვალით, შეხედო კითხვის ნიშნით და აქ დაინახო რესურსი აი ამ და გამომწვევი მიზეზები აი ამ დანაშაულებრივი ფონის და არა ის თუ მართლა რამდენად არის გაჯერებული მთელი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება სოციალური ორი მნიშვნელოვანი სოციალური ფაქტორით, ერთი ძალიან მატერიალისტური ხასიათის, იმიტომ რომ უშევრობის მაღალი დონე და მეორე მხრივ არამატერიალისტური, მოდი ასე დავარქვათ, აგრესიული ფონი, რომელიც ყველგან ჭარბობს დამოკიდებულებაში, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს საზოგადოების სხვადასხვა შრეებთან აგრესიული ფონი, რომელიც დღეს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ძალიან მოძალებულია და ერთმანეთთან ურთიერთობის სხვადასხვა საზოგადოებრივ ფონში ზოგადად ეს აგრესიული ფონი ეს მერე გადმოდის ბუნებრივია საზოგადოების სხვადასხვა პლასტებში და მერე ვიღებთ დანაშაულის სხვადასხვა ფორმებს. აი ეს არის არსებითი და ალბათ დღეს გაცილებით უკეთესი იქნება პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, ერთმანეთს იქნება აი ამ პრობლემის მოგვარებაზე დაელაპარაკონ და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც ამაზე ჩაერთონ. მე მესმის, რომ პოლიტიკური ბრძოლა, როდესაც მიდის, ბაგირის გადაკაჩვა გრძელდება, ვინ უფრო მეტ ელექტორატს მოიპოვებს, ვინ უფრო მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს, ეს აუცილებელია პოლიტიკური ბრძოლისთვის, ეს არ არის, ეს არავინ არ უნდა დაინახოს, რომ არის ცუდი პროცესი, ეს კარგი პროცესია, მაგრამ როდესაც საქმე შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეროვნული თანხმობის თემა უნდა იყოს, ამაზე იყოს საუბარი გადაცემის დასაწყისშიც, აი იქ მე მგონი უნდა იყოს თანხმობა და ალბათ დანაშაულის სფერო და მართლა იმის განსაზღვრა თუ რა იწვევს დანაშაულის ზრდას ქვეყანაში, ამაზე უნდა იყოს დიდი ეროვნული თანხმობაც. და ამაზე ალბათ კარგი იქნებოდა, რომ დღეს უფრო მეტი დრო დაგვეხარჯა, ვიდრე იმის გარკვევაზე, ვინ რითი გამოიწვია. არ შეიძლება ამნისტიამ გამოიწვიოს დანაშაულის ზრდა. თუ სერიოზულ და სიღრმისეულ კვლევას ჩაატარებს ალბათ ვინმე, ალბათ ამასაც დაინახავს და ამოხსნის, იმიტომ რომ ამნისტია კი თავისი ბუნებით შეიძლება არ არის სამართლიანი აქტი, მაგრამ ამნისტიამ შეიძლება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სასიკეთო საზოგადოებრივ პროცესს დაუდოს სათავე, მაგრამ ბუნებრივია პოლიტიკური ძალები იყვნენ დაპირისპირებული მაშინ და დაპირისპირების საგნად იქცა ამნისტია და მე ეს გადმოვიდა საზოგადოებაშიც და იმიტომ კლიშე მატრიცა შეიქმნა რომ ამნისტირებული ადამიანი ეს აპრიორი არის დამნაშავე და ამ ამნისტირებულ ადამიანს უკვე ძალიან ბევრი სტიგმა დაყვა თან, იმიტომ რომ ის ზოგადადაც სასჯელ მოხდილი ადამიანი მჟავრდებული, რომელიც გარეთ გამოდის, თუნდაც თავისი ვადის ამოწურვის შემდეგ ისიც სტიგმატიზებულია ჩვენ საზოგადოებაში და ახლა ამნისტირებულ ადამიანს, როდესაც ასეთი საზოგადოებრივი ფონი ახლავს, იმის მიმართ გაცილებით უფრო ძაფრია დამოკიდებულება და იგივე შეწყალებაზე ზუსტად მაგითო საუბრობ, რატომ არის რომ დღეს შეწყალების პროცესი გახდა ესეთი წყალგამყოფი ხაზი ჩვენ საზოგადოებაში, რომ აი თურმე თუ ის ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, პირველ რიგში გავარკვიოთ, არის თუ არის ამნისტირებული და არის თუ არის შეწყალებული. და მე აუცილებლად, აი მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ დამირეკა და მკითხა, რომ აი მაგალითად, აი ეს ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ვაკეში და მოკლა მოქალაქე, ყოველ შემთხვევაში ის არის დღეს ბრალდებული ამ საქმეზე, იყო თუ არა შეწყალებული და მე მას მერე რაც უკვე პროკურატურამ ბრალი წაუყენა, მე
მხოლოდ ამის შემდეგ უთხარი რომ კი გიდასტურებთ რომ იგი პრეზიდენტმა 2014 წლის იანვარში შეიწყალა და მას სასჯელი გაუნახევრა და იგი მაისში გათავისუფლდა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმით. როგორ გავიდა ეს გაზეთში? გიდასტურებთ რომ პრეზიდენტმა შეიწყალა 2014 წლის იანვარში ეს ადამიანი აქ დაამთავრა წინადადება და მე თავისი ფრაზა დადო შეწყალებულმა ადამიანმა მკვლელობა ჩაიდინა ვაკეში. აი აქ საინტერესოა უკაცრავად ვიდრე გადავალთ, აი მე ზუსტად აი მაგაზე მინდოდა გამემახვილებია ყურადღება რომ ერთი სტატისტიკა ქალბატონმა ეკა მოიტანა ამნისტირებულებთან დაკავშირებით. ბოლო 8 თვის განმავლობაში 4 შეწყალების აქტი გამოსცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და სულ შეიწყალა 553 პირი. აქედან 372 მჟავდებული გამოვიდა სასჯელ ახსულების დაწესებულებიდან სრულად. დანარჩენს შეეხო სხვადასხვა ფორმით შეუმცირდა სასჯელი. ხელახლა სულ არის დაკავებული ამ 8 თვის განმავლობაში შეწყალებულ ადამიანთაგან 8 ადამიანი. დანაშაულები ხა აღარ წავალ კიდე უფრო სიღრმისეულად თუ რა ტიპის დანაშაულებზე არიან ისინი ხელახლა მჟავდებულები მოდით ეს პროცესი ერთი მხრივ როდესაც ხელისუფლება დღეს თავაზობს მკაცრ საპოლიციო კონტროლს და ამით ცდილობს მოაწესრიგოს ეს პრობლემა შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ დროის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში ეს საკმაოდ ეფექტურიც არის მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს იქნება წამგებიანი თავად ხელისუფლებისთვის. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება დღეს ხელისუფლებამ ყველა შტომ ყველა დაჯგუფებამ ხელისუფლების როგორც უმრავლესობამ ისე უმცირესობამ ყველა საზოგადოებრივმა ჯგუფმა დღეს სწორად ის განსაზღვროს რამდენად შეიძლება დემოკრატიის მეტი ხარისხით მოუაროთ ამ პრობლემას ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება ვიდრე უფრო მეტი სიმკაცე. მადლობა ბატონ ზვიად შეწყალების თემით აუცილებლად ბატონ ალეკოსთან უნდა გადავიდე. გიორგი ოქროპირიძეს გულისხმობდა ბატონი ზვიადი როდესაც საუბრობდა იმ ადამიანზე რომელიც მსჯავრს იხდიდა მკვლელობისთვის რომელიც შემდეგ შეწყალებული იქნა და ახლა ისევ ბრალდებულია მკვლელობაში და დაკავებულია ამ ბრალდებით. ბატონო ალეკო, რამდენად საფუძვლიანად მოხდა კონკრეტულად ამ საქმის განხილვა და თქვენც ხომ არ თვლით რომ არის გადასახედის შეწყალების პოლიტიკა? გეტყვით ადრე რა იყო, მე გეტყვით როგორ იყო, თუმცა პირველ რიგში მე მინდა გარდაცვლილის მოკლულის ლაშა მახარაძის ოჯახს მთელი სულით და გულით მიუსამძიმრო, ვინაიდან აი რომ გავიგე ეს ამბავი ზვიაცახსოს რეაქცია პირველი რომ შევიტყვე მას დაურეკე და მან კარგად იცის როგორც ვიყავი რანაირად დამდუღრული ვითვარ მას შემდეგ როცა შევიტყვე რომ გიორგი ოქროპირიძე რომელზეც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია და დებატები იყო შეწყალების კომისიაში გაგვენახევრებინა მისთვის სასჯელი თუ გაგვეთავისუფლებინა სასჯელისგან საერთოდ შეწყალება არის ძალიან უმადური რამ ვინაიდან როდესაც არ გავათავისუფლეთ და მხოლოდ გაუნახევრეთ სასჯელი ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე უმართებულო საყვედურები ძალიან ბევრი ადამიანისთვის მომიწია იმის განმარტებამ რომ მანამდე დანაშაული იყო მძიმე რისთვისაც სასჯელს იხდიდა და ამიტომ იმის გამო რომ ნაწამები იყო და კი ბატონო გაბედა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ხმა მოიღო მხოლოდ ეს იყო რის გამოც მას გაუნახევრეთ მაგრამ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი საკმაოდ მძიმე და ამიტომ ვერ გამოვუშვით ის გავათავისუფლოთ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი იღებს გაწყვეტილებას მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ასეთი იყო ალბათ არ ვიცი 2 საათი შეიძლება ან 1 საათი სულ მცირე დისკუსია მიმდინარეობდა და შეწყალების კომისიაში 11 ზრდასრული ადამიანია შეკრებილი რომლებიც თითოეულ მსჯავრდებულზე მსჯელობენ დიდი ხნის განმავლობაში თითოეულზე და არ ხდება როგორც მანამდე იყო როდესაც კორუფცია ან პოლიტიკური კორუფცია ან დანარჩენი მამაძაღლობები ან საერთოდ რომ არ აქცევდნენ ყურადღებას და 3 კილოგრამი ჰეროინი შემომტანებს რო უშვებდნენ და ისეთ ხალხს რომელზეც არც კი მსჯელობდნენ ისე გამოდიოდნენ ეს ადამიანები შეწყალებით ასეთი რამე არ ხდება და ზრდასრული ცხოვრებისეული გზით გავლილი და ცნობილი საზოგადოებისთვის პატივსაცემი ხალხია იქ შეკრებილი და ყველა მშავრდებულზე მიდის მსჯელობა. არავინ არ არის შეცდომისგან დაზღვეული და ამიტომ ეს მე ძალიან მაწუხებს, თუმცა ვაზუსტებ. და ის ფაქტორიც არ მოქმედება ამასაც ყოფილა საუბარი რომ ხომ არ მოექცა თუნდაც შეწყალების კომისია აი ხელისუფლების დაპირებების ან ზოგადად იმ განცდის ტყვე ხომ არ აღმოჩნდა კომისია რომ თითქოს ციხეში წინა წლების განმავლობაში უდანაშაულო ხალხი ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იყო, ძალიან ბევრი ცდილობს ახლა კიდევ დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ცოტა რთული ამბავია ასეთი და იქ ციხეში დარჩა რამდენიმე ასეთი ადამიანი. რაც შეეხება ვაზუსტებ, ჩემთვის იყო გამაოგნებელი
ამ ადამიანს მოეთხოვება ისეთი თანამდებობა აქვს, რომ იყოს ძალიან ინფორმირებული და როდესაც ამბობს პასუხს აგებდეს თავის სიტყვებზე, ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდა და პრეზიდენტმა შეიწყალა და პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა საპატიმროდან გიორგი ოქროპირიძეო. საპატიმროდან შეწყალებით არ გამოსულა გიორგი ოქროპირიძე, ის გაათავისუფლა. მეც არ ვიცოდი ის თუ იყო გამოსული, ეგრეთ წოდებული უდოს კომისიას, რომელიც აბსოლუტურად სხვა დაწესებულებაა. შეწყალების კომისია არის სხვა და საშიაო ახსოვლების სამინისტროში არსებობს ეგრეთ წოდებული უდოს კომისია, რომელსაც გაუთავისუფლებია. მე არც ვიცოდი, უბრალოდ მაშინ გავიგე, როდესაც სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი, ზვიაც დაურეკე გაგიჟებულმა, რომ ოქროპირიძე გამოსულა და ასეთი რამ კიდე ჩაუდენია. მიმართვის ერთ-ერთი ავტორი მან არ გამოსულა შეწყალება. ამის მიუხედავად ამისა, მე ჩემ პასუხისგებლობას ვიღებ. თუმცა იქ კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს, საბოლოო ჯამში პრეზიდენტი იღებს, მაგრამ მსჯელობენ. მე ვადასტურებ, რომ მე მისი გათავისუფლების მომხრე ვიყავი, ძალიან უნანოფ ახლა ამას და ამდენად ჩემ პასუხისგებლობას გზნობ და ეს დღეები არ მასვენებს ეს რომ არ ვიცი. მარტო დარჩენაც კი მეშინია ხოლმე ისევ არ, იმიტომ რომ ყოველთვის მაწუხებ და აი შეწყალების კომისიაში რომ მუშაობდი, პირველად დავიწყე დამაწყნარებლების დალევა, იმიტომ რომ ყოველ ადამიანზე რო გამოვიდო და ან დარჩებოდა, ხომ არ დავტოვეთ უდანაშაულო ადამიანი, ვფიქრობდი, ხომ არ გამოვა ისე გამოვუშვით ისეთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება კიდევ დანაშაულო. რამდენიმეს ვისაც მე შევხვდი ყოფილა რომ მოუყვანიათ მადლობის ათქმელად ან არასრულწლოვანი ან სხვა, ვეხვეწებოდი ხოლმე რომ აი გთხოვ რომ აღარ მოხვდე იქ და ისეთი არაფერი გააკეთო, თუმცა ეს რა თქმა უნდა არაეფექტურია, ხა ყველას ვერ შეხვდები 500 ადამიანს და ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება შეწყალების პროცესს მანამდე კიდე ერთხელ ვიტყვი, ფულით გამოშვებებიც ხდებოდა, საარჩევნო ხმების გულისთვის გამოშვებებიც ხდებოდა, საერთოდ შემოდგომაზე სააკაშვილმა აღვირახსნილი რამ მოაწყო შეწყალების კომისიაში, უპრაგონოდ ხდებოდა ადამიანების გამოშვება, ისე რომ ნახევარი წუთიც არ მსჯელობდნენ იმ ადამიანზე, ეკუთვნოდა, არ ეკუთვნოდა თუ ასე შემდეგ, თუმცა ყველაფერი არის კიდევ გასამართი. ჩვენ მქონდა შეწყალების კომისიაში ძალიან კარგი ბიჭი აჩკო თალაკვაძე, საშიაო ახსოვლების მინისტრის მოადგილე, მას აქვს რეციდივის პრევენციის ტესტის შედგენაზე იყო საუბარი, რომ უნდა შედგეს სპეციალური კითხვარი, სანამ იმიტომ რომ მან ერთი შემთხვევა იყო, ერთს გავიხსენებ, რომ ძალიან ყველასთვის პატივსაცემი რამდენიმე ადამიანი მოვიდა, თავდებად დადგა ერთ კონკრეტულ პატიმარზე, არ ვიტყვი ხა არაფერს დანარჩენს, რომ არ მივხვდეს პერსონალური ამბებია და მე მქონდა მზაობა იმის, რომ ეს ადამიანი გაგვეთავისუფლებინა, როგორც ჩანს მან ეს შეიტყო, რომ შესაძლოა. მე მქონდა, თუმცა იქ მარტო არაფერს არ წყვეტდა, მე პრეზიდენტი წყვეტს ხოლმე და წითელი პასტით ხაზავს, სხვათა შორის პრეზიდენტი ძალიან ბევრს ყრის და ამაზე უკმაყოფილოა ხოლმე რატო ხაზავს, თუმცა წითელი პასტით ხაზავს და ძალიან ბევრზე მე მიმაჩნდა რომ გამოსაშვებ ადამიანზე თქვა ძალიან სიმკაცრე გამოჩენია. და ეს ადამიანი სანამ გამოვიდა და მესიჯები მისწერა ისეთი რომ გამოვალ ბენზინს დაგასხავ და ასე შემდეგ, იმის ოჯახის წევრები მოვიდნენ, მანახეს ეს მე დავაწერინე ამით არ შემოვიფარგლი და იმ ადამიანებს აუხსენი რომ მე ვერ ვიქნებოდი პასუხისგებელი ეს კაცი რომ გამოსულიყო, მაგრამ რომ მას არ წაცდენო და ხელი და მესიჯი რო არ გამოიგზავნო, ხო ვერ გავიგებდით ამას. ამდენად ისევე როგორც ყველაფერზე საქართველოში არის სერიოზული გეგმები შესადგენი. აი არასერიოზულად მე მეჩვენება ეს რეიდები და რატომ? სერიოზულადაა რეციდივის პრევენციაზე საფიქრალი და სამუშაო, იმიტომ რომ მარტო ის არ უნდა იყოს ციხიდან დადებითი დახასიათება ერთ-ერთი განსაზღვრელი შევიწყალოთ თუ არ შევიწყალოთ და ასე შემდეგ. რეიდები არის არასერიოზული. ეს არის იმპულსური, რაც ყოველთვის გვახასიათებს. ეს არის იმპულსური რეაქცია. არ იყო მანამდე რეიდები, ამან გაზარდა კრიმინალი, არის ხა ეხა მკვლელობები მოხდა და მიდი აბა ეხა იქ ზოგი ძველბიჭობს, ზოგი იმაშვება, ზოგი ამაშვება, ასე არ შეიძლება. უფრო სერიოზულად და აქვე ვიტყვი ახლა მე თუ ნაციონალურ მოძრაობას დავეთანხმებოდი რა მეგონა, მაგრამ ერთი საკადრო ცვლილება არაფერს არ წვეთს, მაგრამ ადამიანი ყველა რგოლში სამი კაცის ხელმძღვანელიც რომ უნდა იყო, ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, ხო? და ავტორიტეტს განსაზღვროს კომპეტენტურობა ყოველთვის, ხო? ახლა დიქტატურაში და იმას არ ვშელობ, ნორმალურ ქვეყანაში. ავტორიტეტს ქმნი კვალიფიკაციით, ხო? იქმნი. ალექსანდრე ჭიკაიძე ძალიან მონდომებული ახალგაზრდა კაცია, გულანთებული პოლიციელი აშკარად, მაგრამ არის შეზღუდული გაქანების ეს კაცი რა, შეურაცხყოფილად არ ვამბობ. აი მის მაგივრად რო გამოდის ყოველ საჯარო კომენტარზე ესე ვაკეთებ, რომ ვიცი ეს ანეკდოტად იქცევა და ეს როგორ არის, იცით, როცა ადამიანს ავტორიტეტი გეوارდება საზოგადოებაში, განსაკუთრებით საშიშია ისეთ სპეციფიურ სტრუქტურაში, როგორც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. სადაც აი ყველა ძალიან ისეთი ხალხი არის, ხომ, ეს ძალიან სპეციფიური სტრუქტურა. როდესაც ანეკდოტების წყარო ყავს ხელმძღვანელი, შემდეგ იქ ირევა სიტუაცია და
ნუ შედეგებიც ესეა, ხო, რეიდები არისო, უცბად რეიდები დაიწყო, ამ რეიდების შედეგია თურმე რომ ახალგაზრდები 12 საათზე მიდიან სახლში, თუ ეს გვინდა რომ მაშინ დავაწესოთ რომ ახალგაზრდები 12 საათზე უნდა იყვნენ სახლში და დავიჭიროთ ვინც არ იქნება და ამით თუ აღმოვფხვრით კრიმინალს. ამდენად ცოტა უფრო სერიოზული კაცია იქ დასანიშნი და უფრო ცოტა სიღრმისეულად და სერიოზულადაა საფიქრელი. ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ამნისტირებული ადამიანები გამოვიდნენ იქიდან გამწარებულები და აგერ თქვენმა ხელისუფლებამ ჩემო ბატონო ისე გაამწარა ბატონ პალიკოს მიმართ რომ გამოვიდნენ ეს ხალხი ერთი თვე წავიდნენ მეგობართან ამხანაგთან ათესავთან მოილხინეს გაიხარეს მერე ჩაიყრეს ჯიბეში ხელი და ერთი გროში არ აღმოაჩნდათ მიდგნენ მოდგნენ პატიმარს კი არა ისე პატიმრობაში არ ყოფ ადამიანს ვერ უშოვია სამსახური და დადის ხალხი ასე ხელგაწვილი სად რა იშოვოს არ იცის არ დახვდა მას შესაბამისი სამუშაო ადგილები არანაირი რესოციალიზაციის პროგრამა არ დახვდა ამდენად ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პრობლემა რომელსაც ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ და არა მხოლოდ ისე რომ დღეს ეს ამბავია აბა არიქა ეხა რეიდებით ეს ჩავაცხროთ ეგებ ყურადღება გადავიტანოთ ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ ჩემო ბატონო რასაც თქვენ აკეთებთ რომ არიქა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ აი თურმე აი თქვენ დროსაც იმდენი გაუთავებები იყო აგერ მე და ზუიადი ვკითხულობდით ხოლმე გულმოდგინე იმდენი გაუთავებები და ისეთი საშინელებები ხდებოდა უბრალოდ დაუთავებები იყო ძალიანაც ბევრი მინდა გითხრათ და უარესი დანაშაულიც იყო არც ნიშნის მოგებით აბა რა უნდა ხო და ნიშნის მოგებით ასე იყო არც თქვენი დროის კრიმინალი מחარებს და არც ამ დროის კრიმინალი კი არა და ამ კვლელობით კიდევ ვიტყობა შორის იყო რამოდენიმე სისხლიანი შეტაკება ეს გახსოვ ხო რა ვიცი მე მოკლედ ვიტყვი თუ შეიძლება რა ხომ ბატონო მომართა ვისარგებლებ ამით უბრალოდ გახსენეთ ახლა რა მე მოგცემ ბოლო რეპლიკებისთვის მოგცემთ აუცილებლად სიტყვას ძალიან მოკლედ ვიტყვი რა ხომ მომართა ვისარგებლებ არ მომართავს თქო და ახლა რა ვიცი კარგი ბატონო ალეკო არ მომართავს მაგრამ მაინც ვისარგებლებ იმის რომ მან ჩემსკენ რაღაც თითი გამოიშვილა ბატონო ალეკო ყველა ჩვენი პასუხისგებლობა გვაქვს ალბათ რაღაცნაირად ჯერ ერთი არავინ რაღაც პოლიტიკურ სცენას არ დგამს თქვენ მაინც უნდა გესმოდეთ ეს და ძალიან კარგად მისმის რომ ამდენი მკვლელობის ფონზე მაგას არ უნდა ამბობდეთ ეს ერთი მეორე როდესაც საუბრობთ იმაზე რომ ეს ამინისტია თურმე ცალკე იყო სხვაგან სადღაც და არაფერი კავშირში არ არის ამ მკვლელობას მარტო მაგალითს გეტყვით კონკრეტულს ციფრებზე რო არ ვიყოთ და რაღაც ზოგადზე ბატონი ბექაური სერგო ბექაური 2011 წელს განზრახ მკვლელობის წელობისთვის ქალბატონო ეკა იყო დაკავებული იხდიდა სასჯელს სასჯელი ჰქონდა 11 წელი 2014 წლის გაზაფხულზე ის იყო გამოსული ანუ 3 წელიწადში გამოვიდა და 2014 წლის მაისში უკვე ჩაიდინა ახალი დანაშაული ეხლა მითხარით როგორ არ არის სამასთან კავშირში ამინისტია აბა როგორ მოხდა რომ ის ადამიანი გარეთ არის როგორ არის რომ განზრახ მკვლელობისთვის იყო შავდებული და მაინც 3 წლის ვადაში უკვე გამოსული იყო ამაზე არის საუბარი და ეს არის მე მოგცემ სიტყვას ყველა მხელები დავიბანოთ და თქვა რომ ისე რა ჩვენი ბრალი არ არის და არ არის ბატონო შეიძლება შეწყალებით გამოვიდა მაგრამ ამინისტრი როგორ გამოვიდა ასე როგორ კონკრეტულად შეწყდა იყო იქნებოდა შეწყდა მოусმინოთ მე გთხოვთ მოусმინოთ ბატონ ზვიადს და გადმოვალ ისე თქვენთან დაგიმონებთ ბატონ ზვიად ამინისტრი თქო როგორ მოხდა შეიძლება ვიშამ გამოუშვა ოქტომბრის შემდეგ რამდენი ადამიანი გამოვიდა იურისტი ხარ ხო და როგორ შეიძლება ამინისტრი გათავისუფლდეს გასაგებია ამინისტრი არ შეეყო მკვლელობას ეს არის კონკრეტული შემთხვევა რომელზეც უღარ გავაგზავნებთ საუბარს ბატონ ზვიად ჩამოაგდა მე უდოს კომისია ბატონ პალიკო ყველა გამოდის იმ ციხიდან ხა ვისაც ბატონ პალიკო დაგიგუნდებით ადამიანი რომელიც განზრახ მკვლელობის წელობისთვის არის და ისე იგივე ხალხის მიმართ სხვა შორის ვინც მოკლა ახლა მის მიმართაც ჰქონდა თავის დროზე წესწეთო. გავარკვიოთ, საინტერესოა, მაგრამ ჩვენ დაგიგუნდებით ქალბატონო ეკა. ხო, მაგრამ ისიც გავხსენოთ, კარდავა ოფიცერი, თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი, რომ მოკლეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული დღეს. ის გაიყვანეს შუა ზღვაში და ბეტონის ფილა მოაბეს ფეხზე. საკონტროლო გასროლი და შუა ზღვაში გადააგდეს. ქალბატონო ეკაც მაინც უნდა რომ საპირტონეები გააკეთოს და ვიღაცის სიკვდილი გადაფაროს მეორე ადამიანს. რას აკეთებთ? ადამიანის უფლება და დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ. როგორ შეიძლება ერთი ადამიანის სიკვდილი გადაფარო იმით რომ აი ვიღაცას სხვაგან მოგდავა. აბა რა არის საუბარი
იმაზე რომ მე რა იქ რომ მოხდა. აი ზუსტად ამბობს საუბრობდი რომ ეს თემა არ არის პოლიტიკური გარჩევის თემა ამ ფორმით. ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს ეს ბატონო. მადლობა პოლიტიკოსებს. გამოარი ეს ყველაფერი. ბატონ ზვია. ეს არის პრობლემა თქვენ. რეიდებზე საუბრობდა ბატონი არისო ეგრეთ წოდებულ რეიდებზე, რომელსაც ქვია სპეციალური საპოლიციო კონტროლი და თქვენ ამ კონტროლს შევარდნაძის დროინდელი ოპერები უწოდეთ. ყოველ შემთხვევაში თქვით რომ გახსენებთ შევარდნაძის დროინდელ ოპერებს, თუმცა ღარიბაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა რომ თუნდაც ამ ტერმინის რეიდის დამკვიდრება საზოგადოებაში შეგნებულად ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად ალექსანდრე ჭიკაიძის დისკრედიტაციისათვის. თქვენ რატომ გაგახსენათ შევარდნაძის დროინდელი ოპერები ამ პრობლემებმა? პროცედურა თუნდაც ის რომ ამ ადამიანებს უნდა ეცვათ შესაბამისი ფორმა და აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაბამისად და ჩვენ გვესმოდა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო ფორმაში ჩასმული ადამიანები ფაქტობრივად მართავდნენ იქ სიტუაციას და იძლეოდნენ განკარგულებას. აი ეს არის ის, რაც არ უნდა ხდებოდეს და როდესაც ხედავ მართლა პოლიციას და ძალიან კარგად საუბრობდა ადამიანი ის რომ თუ მომართავენ ნორმალურად, თუ ამიხსნიან, რატო უნდა გადმოვიდიან, რასთან აქვს საქმე, ის რა თქმა უნდა დაემოჩილება და ყველა კანონმოჩილი მოქალაქე ესე მოიქცევა. მე ვფიქრობ ამაზე აქცენტი არ გაკეთებულა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით აი ამ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავდნენ, იმიტომ რომ მე მგონია რომ დემოკრატიის განხორციელებისთვის მხოლოდ ინსტიტუტები არ კმარა. ეს ადამიანები არიან ძალიან კარგი მაგალითები, როგორ უნდა შეუწყონ ხელისუფლებებს სხვადასხვა დროს ხელი იმაში, რომ სახელმწიფო შედგეს. ინფორმირებული და საკუთარი უფლებები მცოდნე ადამიანი, რომელიც არ გაურბის ამ თემას და არ ამგონია, ახლა ძალიან სასიამოვნო ყოფილიყო, თუნდაც იქ მისვლა და რაღაცების დაწერა, თქვა ახსნა განმარტების თავად, არ არის კომპლექსური, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ამას მოქალაქეები აკეთებენ, ის იცავს იმას, რომ ისინი ზუსტადაც თანამშრომლობენ პოლიციასთან და სახელმწიფოსთან, სახელმწიფო შედგეს. თუმცა სავარაუდოდ იქნება ბევრი, რომელმაც ეს არ გააკეთა, თუნდაც ამ მაგრამ ეს კარგი მაგალითია თქო, მინდა ვთქვა და ეს ამის გაშუქებაც მნიშვნელოვანია. მეორე თემა ეს არის, მე მგონია რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხს ცილდება რაღაც თვალსაზრისით ეს თავად ეს პროცესი. ამნისტიაზე არ მინდა ესე ვისაუბრო, რა ზომით უნდა გაკეთებულიყო, რა დოზით, რა ვადებში, რა ხარისხით გაკეთდა, მაგრამ მე რაც მგონია ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვერ აღმოჩნდა მზად, რომ შეეთავაზებინა ადეკვატური სერვისები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დატოვეს საპატიმროები. მე მესმის, რომ ეს კეთდებოდა რაღაც განსაკუთრებულ ვადებში, ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანის გამოშვება მოხდება, მაგრამ აი სტატისტიკა, რომელზეც ითქვა, რომ 8000-დან 500 შებრუნდა უკან. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც ეს 500 უკან რატომ დაბრუნდა. იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად იმიტომ დაბრუნდა, რომ ვერ მოხდა მათი სოციალური ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომ ისინი იყვნენ ტრავმირებულები და არ ვიცი თუ აქვს სახელმწიფოს რაიმე პროგრამა მაგალითად წამებული ადამიანების რეაბილიტაციისთვის. რაც ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი რო გავა დაუბრუნდეს ჯანსაღად იმ გარემოს, იმიტომ რომ ის არის პოტენციური დამნაშავე. თავი ამოცანა ხო გაშვება არ არის, თავი ამოცანა არის, რომ ეს ადამიანები რო გავლენ მზად იყვნენ შემდეგ იმისათვის, რომ და საზოგადოებამ მზად იყოს, რომ ეს ხალხი მიიღოს და არ იყოს საუბარი იმაზე, რომ ის ციხეში იჯდა და რაღაც და აი ეს გაგება ორივე მხრიდან უნდა არსებობდეს, რომ ეს პროცესი ბოლომდე დასრულდეს და ეს არ სრულდება მხოლოდ ხელმოწერით ამნისტიის აქცე. და მესამე თემა ამაზე, ესე ვთქვათ, მოკლედ ითქვა და მეც მოკლედ დავამატებ, რომ ესე იგი 4 მილიონიანი სახელმწიფო ვართ, საიდანაც დაახლოებით 1 მილიონი ემიგრაციაშია წასული და დანარჩენი ვინც არის დარჩენილი მათი დიდი ნაწილი იმ გადმორიცხვებით ცხოვრობს, რომელიც ამ 1 მილიონი ემიგრანტისგან ხორციელდება. და ამ დარჩენილიდან კიდე 9 მილიონი არის ის ადამიანი, რომელიც არის სიღარიბის ზღვაზე და სიღარიბის ზღვას მიღმა. ამ პროცესს აქვს სოციალური ასპექტიც. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩადის, ასე ვთქვათ, მენტალიტეტის თავში ცხოვრების წესით და ასე შემდეგ არის დამნაშავე. ხო, მე ამას კი არ ვამართლებ იმ დანაშაულს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა კვლევა, როდესაც ხას უსმევს იმას, რომ ნომერ პირველი ამოცანა და პრიორიტეტი არის დასაქმება და უმნიშვნელოების საკითხი, ხო? ეს რო არ ახდენდეს გავლენას კრიმინალის რაოდენობაზე, უბრალოდ წარმოუდგენელია. ასე რომ ის აზე ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება ახლა ეს კონკრეტული მომენტია, როდესაც კონკრეტულ თემებზე უნდა რეაგირებდეს, მაგრამ არ შეიძლება რომ ჩვენ ესეთი ანალიზის დროს გამოვტოვოთ ის თემები, რაც ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს. დიდი მადლობა.
ჩვენ უნდა დავასრულოთ მე პოლიტიკოსებთან, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ამ თემის პოლიტიზება, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ რის შედეგადაც უნდა ცვლილებები განხორციელდეს ქვეყანაში. ჩვენ მოვისმინეთ, რომ არამხოლოდ თქვენი ოპონენტების, არამედ საზოგადოების წარმომადგენლთა და თუნდაც თბილისის საკრებულოს ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატის მხრიდან ისმის პრეტენზიები შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციასთან და შესაბამისად მის და მინდობასთან დაკავშირებით. როგორ თვლით, შეიძლება თუ არა საბოლოო ჯამში ამდენი პრეტენზია გახდეს ამ საკადრო ცვლილების მიზეზი, რასაც ქვია შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება. მე ბოლო რეპლიკებს გთხოვთ პოლიტიკოსებს, ქალბატონო, თქვენგან დავიწყოთ. ძალიან ნიშანდობლივი იყო ეს ბოლო შეფასება, რასაც ახლა საუბრობთ. ზვიადი საუბრობდა. დიახ, რასაც ბატონი ზვიადი საუბრობდა, მოვლენები უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში და არა ფრაგმენტულად. იმისთვის რომ გააკეთო სწორი ანალიზი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა გვავიწყდება, რომ აი იგივე ზვიადი რაზეც საუბრობდა, გარემო სოციუმი, რომელიც არის აგრესიული, იყო ძალადობრივი, ის ყველაფერი კვალს ტოვებს. რაც გავიარეთ ყველა ჩვენთაგანმა და ყველაზე მეტი გაიარეს იმ ადამიანებმა, ვინც იმ საპატიმროებში იყვნენ. უნდა გვავიწყდება, რა ვითარებაში იხდიდნენ ისინი საშილს. რაც შეეხება კონკრეტულ ამ საკითხს, პერსონიფიცირებაც მგონია, რომ არაკორექტულია. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში და პიროვნებები არ უნდა იყვნენ ტოლფასის სისტემის. და ვინ როგორ მეტყველებს იმის მიხედვით მე არ ვაფასებ ადამიანს, ვაფასებ მისი ქმედებით, როგორ იქცევა, როგორ რას აკეთებს და ასე შემდეგ და არა ვინ როგორ ხატოვნად საუბრობს. თორე ესეთ მჭერმეტყველი ბევრი მოძალადებიცი მე მის დღესაც ქართულ პოლიტიკაშია. და ბოლოს მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ უყურებ ვარდისფერი სათვალეებით რეალობას. ვხედავ ამ პრობლემებს და ყველაზე მეტად მე ვხედავ იმ თვალსაზრისით, რომ ჩემთან იყრის თავს ყველა ის ნეგატიური ინფორმაცია, რაც კი არსებობს. ნახოთ ჩემთან რა ხდება დღის განმავლობაში, რამდენი ადამიანი მოდის და რამდენი ასეული საჩივარი შემომდის, მე ძალიან კარგად გგზნობ განწყობებს, რაც ხდება. ამის მიუხედავად, რო არ დავინახო პროგრესი, ვიქნებოდი უსამართლო. მე ვიცი, რომ არასოდეს დღეს პოლიციელი ირაკლი ღარიბაშვილის ან გიორგი მარგოლაშვილის სახელის სკანდირებას არ დაიწყებს. ის როცა დაარღვევს მოქალაქის უფლებას, არსებობს სახელმწიფოში პოლიტიკური ნება, რომ ამაზე რეაგირება მოხდება და ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ამას ვხედავ. პრობლემებსაც ვხედავ, მაგრამ ამ ტენდენციას ვხედავ. მადლობა, ბატონ ზურაბ. ხო, მე მგონი, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში რაღაც ძალადობრივი კულტურა არსებობს, მათ შორის ციხეებში იყო ძალადობა, ციხეებში ძალადობა იყო მეფის რუსეთის დროს, იყო საბჭოთა კავშირის დროს, იყო შევარდნაძის დროს, აღმოჩნდა იყო წინა ხელისუფლების დროს და ეს ძალადობა დღესაც არსებობს, დღეს ძალადობენ როგორც ციხის თანამშრომლები, ასევე იგივე კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები, ჩვეულებრივად, ამიტომ ეს პრობლემა აღმოფხვრილი არ არის. შეგვიძლია ასევე ბევრი ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში ბევრი სოციალური პრობლემა არის, რომელიც განაპირობებს მათ შორის კრიმინალიზდას, მაგრამ ამ სოციალური პრობლემის მოგვარებას ბევრი წლები დაჭირდება, მათ შორის მრავალწლიანი ეკონომიკური დაჭირდება, 10 წლეულები დაჭირდება იმისათვის, რომ ჩვენთან უმუშევრობის პრობლემა გადაიჭრას, სამწუხაროდ ეს რეალობა არის. შეგვიძლია მათ შორის ბევრი ზღაპრები მოყოთ იმაზე, რომ დღეს პოლიცია არის დეპოლიტიზირებული და მთავარი ღირებულება გახდა ადამიანთა შემდეგ, მე შემიძლია ათობით მაგალითი ჩამოთვალო, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს, მაგრამ ეს ყველაფერი დღევანდელ რეალობას არ შეცვლის და ასევე არ შეცვლის დღევანდელ რეალობას ის, რომ მოხდეს მხოლოდ მინისტრის გათავისუფლება. მე დაუბრუნდები იმას, რაც თავიდან გამაცხადე, პრობლემები არის გაცდებით უფრო ფუნდამენტური, შესაძლებელი არის არა მხოლოდ მინისტრი, არამედ მთელი სისტემა არის შესაძლებელი. მათ შორის კიდევ იმერო პირველ რიგში გასაწმენდი არის შევარდნაძის დროინდელი კადრებისგან და ღარიბაშვილის ნათესავებისგან ეს სისტემა და იქ პროფესიონალები არიან დასაბრუნებელი და ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები არის გასატარებელი იგივე პენიტენციურ სისტემაში, რომ კიდევ იმერო იქ ეხლა ამ წუთში ძალაუფლება არის მთლიანად ქურდული ავტორიტეტების ხელში და იქიდან ისინი აკონტროლებენ კრიმინალურ სიტუაციას ქვეყანაში. სანამ ეს ყველაფერი არ შეიცვლება, მანამდე ერთი ჭიქაიძე შეიცვლება, მეორე ჭიქაიძის, მესამე ჭიქაიძის, მაგრამ ეს პრობლემები და ეს კრიმინალი ამ დონეზე არ დაჩება, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, ამას არაფერი არ მოუწევს და რეიდები ცხადია ამას ვერ უშველის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი. პირველ რიგში მადლობა თქვენ, რომ დღეს მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გარკვეული შენიშვნა გამოვთქვი აი ჩარტასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად არ ვაპირებ ხა აპოკალიფსის დამქაშებს უპასუხო და ისე პოლიტიკურ ნაწილში გადავიტანო, პირიქით მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო საზოგადოებას. მართლაც აქ ძალიან ბევრი რამე თქვა, რაზეც ყველას ერთად არა უბრალოდ დაფიქრება მოგვიწევს, არამედ ერთად მუშაობა მოგვიწევს. იმიტომ რომ კრიმინალთან ბრძოლა ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების ან ჯგუფის ან სამინისტროს ცალკეული რაღაცა ვალდებულება ან იდეა ფიქსი მიზანი.
ამიტომ ჩვენ ყველა იმ პრობლემაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ, უნდა ვიყოთ ჩართული. მე მინდა აქვე მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს მოუწოდო, რომ ასეთი საპოლიციო საკონტროლო ღონისძიების განხორციელებისას მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ პოლიციელებთან, ვინაიდან ეს ყველაფერი ისევ და ისევ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, უსაფრთხოებას ხმარდება და ასევე რაღაც დამაკდა მინდა აი ყველა იმ პოლიციას გადაუხადო მადლობა, რომელიც კეთილსინდისიერად კანონის დაცვის ფარგლებში მოქმედებდა, შეიძლება გარკვეული შეურაცხყოფებიც მიიღო, შეიძლება არასწორი რეაქციებიც მიიღო რიგითი მოქალაქეებისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეტი თვენის ვალდებულება და ამ პათოსით ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ბატონ პალიკო. ძალიან მოკლედ ვიტყვინეთ, პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ 90-იან წლებში, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ინსტიტუტში ვსწავლობდი, ჩვენ თაობაში ძალიან მძიმე სენი იყო და ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ პოლიციელი არის ცუდი ადამიანი, რომელიც ცუდ რაღაცეებს აკეთებს. და კრიმინალური ავტორიტეტები რაღაცნაირად იყო მისაბაძი. გახსოვთ ყველას, ახლა სხვა ქვეყნიდან არავინ არ მოვდივარ და ამ ქვეყანაში ხდებოდა ეს ყველაფერი. მე არ მინდა რომ იქ დავბრუნდეთ. მე არ მინდა რომ კრიმინალურ ავტორიტეტებს დააცილებდნენ ესკორტით, როგორც ამას აკეთებდა კახათ არგამაძე ერთ როცა, როგორც ამაზე ეჭვი არის ეხლა სამწუხაროდ დღევანდელ ვიცე-პრემიერს. არ მინდა რომ იყოს განცდა რომ სოფელი ორბეთი დაუცველი არის იმიტომ რომ იქაურ მკვლელებს ფარველობს ჭიკაიძის დის ქმარი. არ მინდა რომ ესეთი განცდა იყოს საზოგადოებაში. თუ საზოგადოებამ თავი იგრძნო დაუცველად ჩვენ უკაცრავად შეიძლება რომ იგივე რას ვაბობ შეუფარდეს იმ ადამიანს სანამ ორი სიუჟეტი არ გავიდა რუსთავი 2-ზე იმასთან დაკავშირებით რომ ეს ხდებოდა ამ სოფელში არის დავასრულოთ ბატონო პავლე თორემ ასე ვერასდროს ვერ დავასრულებთ როდესაც ადამიანს არმატურით ცემენ ის ცემის მუხლით კი არ უნდა წარადგინოს სასამართლოში რომელიც სიტუაციებს მხოლოდ ჯარიმასთან გამასწორებელ სამუშაოებს ეს ადამიანი განზრახულობის ცელობაზე მიდიოდა. ჩემ ქვეყანაში არა, მე მინდა იმ ქვეყანაში, სადაც პოლიცია იქნება ძლიერი, სადაც პოლიციელი იქნება ავტორიტეტული. მადლობა. აი ეს დამასრულებელი იყო. მე მინდა რომ ეს პოლიციელები იყვნენ ავტორიტეტულები და შენ კიდე რომ ამ პოლიციელების ლიდერი იყო, რომელიც სწრაფად იზრდება თურმე და არ იზრდება არ იზრდება, ვერ გაიზრდება ეს ადამიანი. დიდი მადლობა, ბატონო პავლე. დიდი მადლობა ყველა ჩვენ სტუმარს მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ ყველა თანხდება ყოველ შემთხვევაში იმაზე, რომ საზოგადოებამ და სამართალდამცველებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ ის პრობლემები აღმოიფხვრას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და კრიმინალი შემცირდეს. ბოლოს და ბოლოს რეალურად, არა ციფრობრივად, არამედ რეალურად და ამას გრძნობს პირველ რიგში საზოგადოება. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. არჩევანი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს. ნახვამდის.